საღამოშვიდობის თქვენ უყურებთ ღია სივრცეს, მე ნინო ზაუტაშვილი ვარ. ხუთშაბათიდან პარასკევის ღამეს, როცა 12-ს ოდნავ გადაცილებული იყო, ფაქტობრივად მთელ საქართველოს ერთდროულად შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. ასეთი მასშტაბური გათიშვა ბოლო 20 წლის განმავლობაში ნამდვილად არ მახსენდება. ზოგიერთი მოხმარებელი წერდა, რომ შუქის გათიშვამდე ძაბვის მკვეთრი ვარდნა იგრძნო და მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა. რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით მივაწოდებთ ინფორმაციას. განაცხადა იმ ღამეს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა. გათენდა მეორე დღე, დამატებით ინფორმაცია არ გავრცელებულა. მომხდარიდან 20 საათის შემდეგ სემეკმაც შეგვატყობინა, რომ ავარიის მიზეზების შესწავლა დაიწყო. ახლა უკვე 48 საათი გავიდა, პირველი გათიშვის მიზეზების შესახებ ჩვენ ისევ არაფერი ვიცით. საინტერესოა, რა დაწერა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომელიც რამდენიმე წელია ითავსებს ენერგეტიკის სამინისტროს ფუნქციებს. არაფერი. არც ერთი სიტყვა ვებგვერდზე ან Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე იმ ღამეს დენის მიწოდების შეწყვეტასთან დაკავშირებით ჩვენ არ გაგვიგია. დენის მიწოდები ასევე შეუწყდა აფხაზეთს. აფხაზეთსაც ირონიულია, რომ ერთადერთი ცნობა პრობლემის ლოკაციის შესახებ სწორედ მათი მხრიდან გვაქვს. აფხაზეთის დე-ფაქტო ენერგეტიკის უწყების ცნობით, აფხაზეთში ელექტროენერგიის გათიშვა ენგურჰესზე მომხდარ ავარიას უკავშირდებოდა. დღეს დილით კიდევ ერთი კოლაფსი მოხდა. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ კვლავ მხოლოდ ის შეგვატყობინა, რომ მიზეზების კვლევა დაიწყო. ეკონომიკის სამინისტრომ კვლავ არაფერი განაცხადა. განცხადების გავრცელება ერთადერთმა უწყებამ ითავა, არც მეტი, არც ნაკლები სუსმა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გვაუწყო, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად არაერთგზის გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო. 90-იან წლებში იმდენი შეთხსული მიზეზით მოგვისმენია ახსნა განმარტება, რითაც ხელისუფლება განმარტავდა ხოლმე რატომ ცხოვრობდით სიბნელეში, აღარაფერი აღარ უნდა გაგვიკვირდეს, მაგრამ რაღაც მანქანებით ეს მაინც ხდება შესაძლებელი 21 საუკუნეში. რა შეიძლებოდა ყოფილიყო მე-9 ბლოკზე უფრო მითოლოგიური საბოტაჟი. დავით ჭიპაშვილი, მწვანე ალტერნატივის წარმომადგენელია, დღეს ჩვენი სტუმარი და მასთან ერთად შევეცდებით გამოვიცნოთ, რა გახდა მთელი ქვეყნის ჩაბნელების მიზეზი. უკვე ორჯერ და რამდენად სავარაუდოა ისეთი შემთხვევების გამეორება მომავალშიც. დავით, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. რა თქმა უნდა, პირველ რიგში მაყურებელს აინტერესებს, რა შეიძლება მიზეზად ვიგულისხმოთ, იმიტომ რომ ჩვენ ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს და ზუსტი ინფორმაციის წყაროა შემთხვევაში სახელმწიფო უნდა იყოს. თუმცა სუსმა დღეს განმარტა, რომ იწყებს ახლა გამოძიებას ძალიან ისეთი მუხლით, საბოტაჟის მუხლით. გადავდოთ ეს ცოტა ხანი გვერდზე და დაუბრუნდეთ თემას. რა შეიძლებოდა მომხდარიყო, რა ვერსიები შეიძლება იყოს განხილვისადმი. პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ხო, სანამ ზოგადად ვერსიებზე გადავალთ, მანამდე ალბათ ცოტა უნდა დავახასიათოთ, როგორი არის საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემა მოწყობილი და რაღაცა ნათელი წარმოდგენები რომ შეგვექნას, იმიტომ რომ უამრავი ვერსია იყო გამოთქმული, აი ჰესი რო გქონოდა, ის ჰესი რო გქონოდა, არ ჩაუბრუნებდებოდეთ. მაგრამ უბრალოდ ეს უკავშირდება ამ საკითხს, იმიტომ რომ რაღაცა მითებზე აგებულ რეალობები ზოგიერთი ცდილობენ გაავრცელონ. საქართველოს ენერგეტიკული სისტემის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი წერტილი და სუსტი კი არა, მოწყვლადი ვართ ამ მიმართულებით, ეს არის გეოგრაფიული ასიმეტრია. რას გულისხმობთ გეოგრაფიულ ასიმეტრიაში? დასავლეთ საქართველოში არის განლაგებული ძირითადად 2500 მეგავატზე მეტი სიმძლავრის, საერთო სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურები, ანუ გენერაცია დენს აწარმოებთ დასავლეთ საქართველოში. მაგრამ ძირითადი მომხმარებელი არის აღმოსავლეთი საქართველო, თბილისი, რუსთავი, გარდაბანი ასე შემდეგ. შესაბამისად, მუდმივად მთელი წლის განმავლობაში ხდება დენის, ასე რა ვთქვათ, გადაკაჩვა დასავლეთიდან აღმოსავლეთ, ანუ ასეულობით კილომეტრით გადაკაჩვა მუდმივად, რაც ნიშნავს იმას, რომ მუდმივად არის დატვირთვა გადამცემ ხაზებზე. აი ახლა მაყურებელი აკვირდება ამ რუკას, ზუსტად საქართველოს რუკას, სადაც ჩვენ შეგვიძლია ძალიან თვალნათლივ დავინახოთ, თუ რამხელა გზას გადის. ყოველწამიერად ეს კიდევ ცალკე ხო. ყოველწამიერად. ეხლა რას ნიშნავს, ეხლა ვიღაცა შეიძლება წარმოვიდგინოთ, ხო რა მოხდა მე ხო მოხდა ის რომ რეალურად დენის გადმოქაჩვა ხდება რამოდენიმე მაგისტრალური ხაზით, რომელიც ერთმანეთთან არის დაკავშირებული მათ შორის ქვესადგურებით. ეს არის ენგურიდან მომავალი იმერეთი 500 კილოვოლტიანი იმერეთი, რომელიც შემოდის ზესტაფონის ქვესადგურში. ზესტაფონის ქვესადგურიდან უკვე
ქართლიეთი და ქართლიორით დაკავშირებულია ის უკავშირდება უკვე ის აღმოსავლეთ საქართველოს, ეს არის ქსნის 500 კილოვოლტიანი ქვესადგური, ეს დიდი ქვესადგური ყველას ალბათ ნაქვს ნანახი და შემდგომ უკვე გარდაბნის 500 კილოვოლტიანი ქვესადგური. ეს ახალი აღჩენებულია თუ არ ვცდები ხო? არ ვიცი, რაღაცას არ ემონტებდნენ კი. ზესტაფონიდან, ანუ ზესტაფონი უფრო ჰაბივით გამოდის, ზესტაფონიდან კიდევ ერთი ხაზი ამ შემთხვევაში სამხრეთ საქართველოში, ანუ ახალციხის ქვესადგურისკენ მიდის, სადაც არის განთავსებული ეს ვთქვათ მუდმივი დენის ჩანართი და აი აქედან უკვე მესხეთის ხაზის საშუალებით ხდება ელექტროენერგიის ექსპორტირება თურქეთის მიმართულებით. ეხლა რატომ დავახასიათეთ ეს ხაზები? იმიტომ რომ 500 კილოვოლტიანი იმერეთი და ზესტაფონის ქვესადგური ესენი არიან ამ ამ კომპონენტებს არ აქვთ ალტერნატივა. ანუ ამ ელემენტებს რომ რამე დაემართოთ არ არსებობს ალტერნატიული ხაზი, ანუ არსებობს რაღაც 220 კილოვოლტიანი ხაზები, მაგრამ არ არსებობს ალტერნატიული ხაზი, რომელიც შეძლებდა ამ ხაზების მიერ გატარებული დენის თავის თავზე აღებას და პარალელურ რეჟიმში მოხმარების ცენტრის ამ შემთხვევაში აღმოსავლეთ საქართველოს მომარაგებას. ეს რას ნიშნავს რეალურად? რეალურად იმას ნიშნავს, რომ იმერეთის ხაზი, რომელიც პრაქტიკულად, რა ვიცი, 70-იან წლებში აშენდა და მისი სადენები უკვე თუ არ ექსპლუატაციის ვადა თუ არ გაუვიდა, არც არაფერი აღარ უკლია, მას აქვს ძალიან შეზღუდული ტექნიკური შესაძლებლობა, რომ რესურსი რომ გაატაროს სიმძლავრე. და რა სიმძლავრეზეა სინამდვილეში საუბარი? საუბარი არის, სადაც როგორც საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ადეკვატურობის შეფასების ანგარიში ვკითხულობთ, სადაც მაქსიმუმ 685, ნუ ჩავთვალოთ 700 მეგავატი. ანუ ამ იმერეთის ხაზს შეუძლია 700 მეგავატის ტექნიკურად ცოტა მეტისაც შეუძლია, მაგრამ მე უკვე რაღაც დნობის წერტილს უახლოვდება, დანაკარგები იზრდება კატასტროფულად და ამიტომ ეს 685 მეგავატი. რას ნიშნავს ეს იცით კიდევ რომ ამ სიმძლავრეზე მეტის გატარების შემთხვევაში რამე რომ მოხდეს, სხვა ფიზიკურად ალტერნატიული ხაზები ვერ აიღებს ამ ხელადატვირთვას თავის თავზე, ფიზიკურად ვერ გაატარებს და ამიტომ პრაქტიკულად ჩვენ ეს ხაზი გვაქვს მაქსიმალურად დატვირთული და ოღონდ ვართ ჩამოკიდებული, რომ ითქვენ აი მხოლოდ აი ამ სადენზე და ზესტაფონის ქვესადგურზე. ანუ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მუდმივი რისკის ქვეშ ვართ, შეიძლება ასე? ეს ნიშნავს, რომ მუდმივი რისკის ქვეშ ვართ უკვე წლების განმავლობაში და ზესტაფონის ქვესადგურზე რო ვისაუბროთ. ზესტაფონის ქვესადგური პრაქტიკულად არის ასე ვთქვათ საკვანძო წერტილი და რამე რომ მოხდეს და აქ არ არის ხა აუცილებელი ხა რაღაცები იყო, რაღაც დრონი დაეცეს და ბალისტიკური რაკეტა. რამე ავარია ელემენტარულად რომ მოხდეს, რაც ბუნებრივი არის ამ სექტორში, პრაქტიკულად ბნელდები და რაც დავინახეთ კიდეც ხომ, აი უკვე ენგურჰესის დირექტორმაც განაცხადა, რომ აი იმერეთის გადატვირთვა, ანუ უფრო მეტი დენის გატარება მოუწია და მოხდა იქ ავარია. არ ვიცი ხა ეს მიზეზებს ალბათ ზუსტად დგას, მაგრამ აი ეს მოხდა ზუსტად. მანაც ვარაუდების დონეზე თქვა, პრინციპში ჩვენ დღეს ვერ ვიტყვით, რომ აი ზუსტად არა, ზუსტად ვერაფერს ვერ იტყვის. იმიტომ რომ ეს ვერ იტყვის, იმიტომ რომ ეს რო ვიტყვენ ავტომატიკა, ანუ ავტომატურმა სისტემამ ჩათვალა, რომ ეს უნდა გათიშულიყო, ანუ ეს სისტემა უნდა გათიშულიყო, რომ დაცული ყოფილიყო ეს აი როგორც მცველის ფუნქცია როგორც სახში როგორც მცველიო, რამე არ დაიწოს, ვარდება, აი ესე ამოვარდა და გაითიშა მთელი საქართველო, რომ არ მომხდარიყო, თქვა ავარიები ბევრ ქვესადგურზე და მე იმას უკვე თვეები დაჭირდებოდა მის აღდგენას და უარესი შედეგები და ეს თავდაცვის, ასე ვთქვათ, სისტემის თავდაცვის საშუალება. ეხლა მე უკვე ვინ იკვლევს და როგორ იკვლევს და რა მიზეზით იკვლევს, ხომ? ეს უკვე ამ შემთხვევაში ელექტროსისტემის ნაწილი. აქ ერთი ხაზგასმა კიდე მინდა გავატარო, აქ ეს არ არის შეთქმულების თეორია, უბრალოდ რომ ვიცოდეთ რა, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, როდესაც მთელი ამდენი წლის განმავლობაში ჩვენ საუბრობთ, რომ კი მაგრამ კაცო რუსული ინტერესები, რუსებია. ეს 500 კილოვოლტიანი აი ეს ერთადერთი სადენი. და ისევე როგორც შემდგომ უკვე სხვა სადენ ცენტრალური სადენებია თქვენ გქონდათ ხო რუკა გამოტანილი. ეს სადენები ეკუთვნის არც მეტი არც ნაკლები საქრუს ენერგიას, რომელიც 50 წლის მფლობელი არის ოფიციალურად რუსეთის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია. და ეს ამ ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 1996 წელს. რატორისთვის ეს სხვა თემა არის, მაგრამ მას შემდეგ ეს კომპანია ოპერირებს და ეს კომპანია არა თუ ოპერირებს, ანუ ის
ფლობს რეალურად თელ ჩვენს ელექტროენერგეტიკის სექტორს. ახლა რატომ ამ ვახსენე ეს? იმიტომ რომ ხშირად როდესაც საუბრობთ დიდ ჰიდროელექტროსადგურებზე, ხშირად ისე წარმოგვიდგენა რომ ჰესი ეს დიდი რაღაც ნენსკრა ნამახვანიო ყოფილიყო. უკაცრავად დიდი ბოდიში, მაგრამ ნამახვანიც, ნენსკრაც და ხუდონიც სამივე დაგეგმილი არის დასავლეთ საქართველოში. ხო? და 2030 წელს უნდა დასრულებულიყო, იმ ჰესების, კაი, რო ყოფილიყო, დასრულებულიყო და აშენებული ყოფილიყო. იმ ჰესების დენი რომელი ხაზით გამოდიოდა? ხო იმერეთით უნდა გამოსულიყო. იმიტომ რომ იმერეთ სხვა არა აქვს. იმერეთით რომ გამოდის ეს დენი. ჰესი თავად არ უზრუნველყოფს არა. ეს იმერეთით უნდა გამოატაროს. იმერეთი რომელიც დღეს უკვე დატვირთულია. იმიტომ რომ დაახლოებით ენგურის 2/3 გამოაქვს. ენგურის გამომუშავების სიმძლავრის. ეს იმერეთი უკვე დატვირთულია. და ამ სხვა დანარჩენ დენს, ანუ ნამახვანის, ნენსკრას, ხუდონის დენს, რომელ ხაზში, რომელი ხაზით აპირებდნენ გამოტანას. აი, როდესაც ენერგო უსაფრთხოებაზე ვსაუბრობ, ზუსტად ამაზე ვსაუბრობ, იმიტომ რომ მარტო ის კი არ არის ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხი, რომ მდინარე ძირითადად ჰიდროგენერაცია გვაქვს ქვეყანაში 75% და ზამთარში წყალი არ არის მდინარეებში და ამიტომ დეფიციტში ვართ და იმპორტი გვიწევს. არა, ეს კი არ არის პრობლემა. პრობლემა ის არის, რომ ერთ სადენზე და ერთ ქვესადგურს რო რამე დაემართოს, ქვეყანა ითიშება და აქ არ არის საუბარი არც ტერორისტულ აქტზე და არც არაფერზე. ელემენტარულად, რავი, ზვავზე, თოლზე და რავი, რაღაცა მასზე არის საუბარი. ხოთაშორის თავად ელექტროსისტემა, რომელიც დღეს ეკონომიკის სამინისტროში არის, ანუ ენერგეტიკის სამინისტრო გადავიდა ეკონომიკის სამინისტროში და მისი დაქვემდებარების ქვეშ არის. ისინიც აღიარებენ, რომ ელექტროსადენები არის უმძიმეს მდგომარეობაში და ბიუჯეტში გამოყოფილიც იყო საკმაოდ დიდი თანხა ელექტროსადენების, თქვათ, განახლებისთვის. იყო ამაზე ლაპარაკი. ლაპარაკი, აი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის და რატომ? იმიტომ რომ თუ ჩვენ ჩავიხედებით საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში, რომელიც აი ამ გადამცემ ამაზე ჩვენ წინა გადაცემაში გვისაუბრია, გადამცემ ხაზების ოპერირებაზე, მშენებლობაზე და მფლობელობაზე არის პასუხისმგებელი. აი იმ სიაში თუ ჩაიხედავთ, იმ სიაში აღმოაჩენთ, რომ არ ვიცი, ვეღარ დავთვალე ბოლოს, მაგრამ 2 მილიარდზე მეტი პროექტი არის დაგეგმილი. 10 წლიანი გეგმებს ამუშავებენ და პროექტები აქვს დაგეგმილი. მათ შორის მაღალიძების გადამცემი ხაზები, ქვესადგურები და ასე შემდეგ. ვიღაცამ რომ ჩაიხედოს უცბად შეიძლება იფიქროს, რომ აი რა გინდა ხალხი მუშაობს, ცდილობენ რომ ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების ხარისხი გაზარდოს. სინამდვილეში რა ხაზებზეა იცით საუბარი? განა რაღაცა აბა იხა იმერეთის რაღაცა პარალელური ხაზი რო ხო არ შეუქმნათ არა. არა, საუბარი არის რომელ ხაზებზე იცით? რომელ ხაზებში ელექტროსისტემა მილიარდების დახარჯვას იცით? იმ ხაზებზე, სადაც დაგეგმილი არის ჰიდროელექტროსადგურები. ანუ იმ ჰიდროელექტროსადგურებიდან დენი როგორ მიიტანონ როგორმე ახალ ციხის ქვესადგურში თუ აჭარის მიმართულებით რომ ექსპორტზე რომ გაიტანონ, აი ეს ხაზები არის დაგეგმილი. არც რეალურად მიზანი არც ერთი ამ ხაზის რეალური მიზანი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების მართლა ხარისხის გაზრდის მიზანი არ არის. აქედან იბადება კითხვა. კი, მაგრამ ამდენი წლის განმავლობაში, როდესაც ჰესებს პრაქტიკულად გვასყიდებდნენ როგორც ენერგოუსაფრთხოების გარანტიად, რატო არც ერთი აი იმ ჰესების ლობისტს სიტყვა არ დაუძრავს, რომ ამდენი წელია საქართველოს დამოუკიდებელია, ხო? ამდენი წლის განმავლობაში ამ საქრუს ენერგოს მფლობელობაში მყოფ იმერეთის და სადენზე რატო ვარ დამოკიდებული? რატო არა გვაქვს პარალელური ხაზები? რატო არ არის დაურეზერვებული? და სწორედ არის ის სადენები. რატო არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ დასავლეთიდან დენი მოგაქვს ყოველ წამიერად აღმოსავლეთში. აღმოსავლეთი არის მოხმარება. რა ალტერნატივები შეაფასეს? რა დაგეგმეს? როცა საუბრობდით ხოლმე ენერგეტიკის განვითარების სტრატეგიულ გეგმაზე. ამ ენერგეტიკის განვითარების სტრატეგიულ გეგმაზე, ეს რა ქვია, სადღეგრძელოებით რო ჩამოწერეს ჰიდროელექტროსადგურების აშენება. ერთი სიტყვა სადმე წერია, რომ ენერგოუსაფრთხოების გაზრდისთვის რას გეგმავენ, ან რატო არ ასრულებენ ევროპის ენერგოგაერთიანების მოთხოვნებს და საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებს, ხო? ჩვენ ხო საუბრობდით, რომ ევროკავშირში ინტეგრაციას და ასე შემდეგ. იქ როგორ არის მოწყობილი? იქ ესი არის ერთ სადენზე არის ავსტრია, გერმანია დაკიდებულები. შორის და მე უნდა გითხრა, რომ მე გადავხედე დღეს უბრალოდ ხარ რამდენადაც მე შემეძლო ჩემი კვალიფიკაციით, თქვა რაღაც საინტერესო და ჩემთვის სასარგებლო ინფორმაცია, ანუ გადმომეღო, აი
გაოცებული ვარ ევროპის აი ამ ენერგოუსაფრთხოების მოწყობის თვითონ სისტემით, სადაც მზის, ქარის და ჰიდრორესურსები იმდენად კარგად არის დაკავშირებული ერთმანეთთან, მაგალითად გერმანია, რადგან ქარი იქ ნაკლებია, საფრანგეთიდან სწორედ ქარის ენერგიას ყიდულობს და ეს მისთვის ძალიან იაფია და შესაბამისად, აი ახლა მე ძალიან ბევრ სტატუსს წავაწყდი სხვათა შორის ზუსტად აი ამ ორ დღეში, რომ აი აგვეშენებინა ჰიდროელექტროსადგურები. და რა სიზავდა? აი ეს რა სიზავდა ეს ჰიდროელექტროსადგური? აი ხუდონი რა სიზავდა? აი მაინტერესებს, აი უბრალოდ როდესაც საუბრობენ, აი დიდი ელექტროსადგურები რო, აი ხუდონ ჰესი რო ყოფილიყო აშენებული, რა სიზავდა? არ ჩაბნელდებოდა საქართველოს? აი როდის იყო გუშინ წინ? არ ჩაბნელდებოდა? ახლა მე მოусმინე სხვა დღესაც, ახლა მე მოусმინე ინტერვიუს ყოფილ მინისტრთან, მირცხულავას, ალექსანდრე მირცხულავასთან, რომელმაც მაგალითად თქვა, რომ 700-800 მეგავატი წყალი დაიღვარა. კი, აი ეგ არის ძალიან საინტერესო. დეფიციტი ხო წყლიანობა და ჩვენ უფრო მეც გეტყვი, ოფიციალურად დოკუმენტირებული არის. აი ეხლა შემიძლია ტელეფონი გაგვხსნა, წავიკითხოთ ციტირება ადეკვატურობის შეფასების ანგარიშთან, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ეხლა აი მაისში გამოაქვეყნა, რომელიც გულისხმობდა ივლისის თვეს, ანუ ამ თვეს. სადაც წერია პირდაპირ დასკვნაში, რომ ბევრი რო არ თავი რო არ შევაწყინო მაყურებელს, დასკვნაში პირდაპირ წერია რა, რომ იმის გამო, რომ იმერეთის გამტარუნარიანობა არის შეზღუდული, ხოლო მიუხედავად იმისა, რომ გენერაციის პრობლემა არ გვაქვს, ანუ ჰიდროელექტროსადგურები საკმარის დენის გამომშვენით, რომ ეს ეხლაა წყალუხობის პერიოდი, მიუხედავად ამისა, ივლისის თვეში სავარაუდოდ დაგვჭირდებაო, მაისში ამბობენ, სავარაუდოდ დაგვჭირდებაო თბოელექტროსადგურების ჩართვა და შესაძლებელია იმპორტიც მეზობელი ქვეყნებიდან საქართველოს ენერგომოხმარების უზრუნველსაყოფად. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ რეალურად იციან რა, რომ იმერეთი მეც ვეღარ შეძლებს რომ გამოატაროს, გაზრდილი მოხმარების დაკმაყოფილება შეუძლებელია ერთი ხაზით. ამიტომ არა აქვს მნიშვნელობა იქ რამდენი ჰეს დამატებით ააშენებ, ფიზიკურად დენი თუ არ წამოიღი აქეთ. ხომ? აქ უწევს გარდაბანში არის ის თბოელექტროსადგურები, კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური, რომლის ჩართვაც მოგვიწევს, არ ვიცი ჩართეს თუ არა, ეს გადასამოწმებელია, ჩართვა მოგვიწევდა იმისთვის, რომ გაზრდილი მოხმარება აღმოსავლეთ საქართველოში დაგვეკმაყოფილებინა. ისევე ისმის შეკითხვა, რა გაკეთდა მთელი ამ წლის განმავლობაში იმისთვის, რომ ერთი ამ სადენზე არ ყოფილიყავით დამოკიდებული, მეორე დივერსიფიკაცია გაეკეთებინათ, მესამე რატომ ამბობდი ენერგო, თქვენც ხომ მოგწონთ როგორ იმართება. ჩვენი ენერგეტიკული სექტორი არის ცენტრალიზებული ენერგეტიკული სექტორი. მისი მართვის მოდელი არის მე-20 საუკუნის მართვის მოდელი. შეიძლება მე-20 საუკუნეში სხვა ქვეყნებიც ესე მართავდნენ, ანუ ცენტრალიზებულ სისტემას გულისხმობ. მაგრამ 21 საუკუნეში ყველა ქვეყანა და ჩვენც ვალდებული გვაქვს აღებული. ანუ დანიას და იმაზე კი არა, ხო დანიამდე როდის მივალთ? არა, ჩვენ ვალდებული გვაქვს და არასრულებენ. რომ უნდა მომხდარიყო კი, ნაწილობრივი დეცენტრალიზაცია. არის ნაწილობრივი დეცენტრალიზაცია, მარტივი მაგალითით რო ავხსნათ, ხო? გუდაურში, არ ვიცი, ბევრი ჩვენი მაყურებელი ალბათ არის ნამყოფი. გუდაურში არის ბევრი სასტუმრო. გუდაურის ქვევით ალბათაც ბევრსაც აქვს შახედილი და იქ ახედავენ, რომ არის პატარა ჰესი, ხო, არაგვი ჰესი, თუ არ ვიცი, 5 მეგავატი. თქვენი აზრით, აი ხა აი ამ სისტემაში არაგვი ჰესი დენს გუდაურის სასტუმროებს პირდაპირ აწოდებს? არა. რატო არ აწოდებს? გეტყვით. არაგვი ჰესი ვალდებულია დენი მიაწოდოს ცენტრალურ ქსელს, ხოლო გუდაურის სასტუმროები ცენტრალურ ქსელიდან უკან იღებენ დენს. ანუ წარმოიდგინეთ, გვერდზე არსებობს ჰესი, ეს ჰესი ცენტრალურ სისტემას აწოდებს და ცენტრალური სისტემიდან მოდის დენი გუდაურის სასტუმროში. ეს კავშირი, ეს მოკლე კავშირი, რომ აი ამ ჰესიდან დენი მიიღოს ამ სასტუმროების ქსელმა თუ ერთმა სასტუმრომაც კი, ასეთი ქსელი არ არსებობს. ეხლა რა იქნებოდა, მაგალითად, ჩვენ რო ყოფილიყავით ავსტრია ან შვეიცარია. იქნებოდა ის, რომ ეს ჰესი ჯერთი შეიქმნებოდა მიკროქსელი, ჭკვიანი მიკროქსელი, რომელიც გააერთიანებდა იქ არსებულ გვერდზე არსებულ ჰიდროელექტროსადგურს, თქვათ იქ თუ მზის პანელებით რაღაც მზის სადგური არსებობს, ქარის სადგური არსებობს თუ სახურავების მზის სადგური. ევროპაში პირდაპირ ასე ეწერა. კი, შვეიცარიაში ყველგან. აი ეს მიკრო, ასე ვთქვათ, კუნძულოვანი, ნახევრად კუნძულოვანი, ასე ვთქვათ, მიკროქსელი, ჭკვიანი მიკროქსელი შეიქმნებოდა, სადაც ეს ჰესი და ეს სასტუმროები შექმნდნენ ენერგეტიკულ
თემს, ანუ ენერგეტიკულ თანამეგობრობას, ასე რომ ვთქვათ, სადაც ხელშეკრულებით მოხდებოდა პირდაპირ შესყიდვა დენის და ამ ერთი რომ ამ არაგვი ჰესი აღარ მოუწევდა რა ქვია ქსელში დენის მიწოდება, მაგრამ თუ ეს არაგვი ჰესი მაგალითად ვერ შეძლებდა საჭირო მაგალითად ზამთარში, როდესაც დატვირთულია გუდაური და ჰესის გამომშავა მინიმალურია, მხოლოდ მაშინ აიღებდა, თქვათ ეს მიკროქსელი დამატებით დენს ცენტრალური სისტემისგან. საბოლოო ჯამში ხარ რომ წარმოვიდგინოთ აი ასეთი მიკროკუნძულები, ასე ვთქვათ, ნახევარკუნძულები სხვადასხვა რეგიონში მესტია იქნება ეს თუ არა მაქვს მხოლოდ მთიან რეგიონებში, სხვა ნებისმიერ სადაც აი ეს ვთქვათ იგივე მცირე და საშუალო ჰესები არსებობს, ხო? და იგივე ქარისადგურები და ასე შემდეგ, ხო? მივიღებდით რას? მივიღებდით ერთი რომ დანაკარგები რომ აი აქეთ იქით ასეულობით კილომეტრებში ამხელა და სიმძლავრების ტარება არ მოგვიწევდა რისკა. ეს დანაკარგებია სხვათა შორის, რაც უფრო მეტი სიმძლავრეს ატარებს ხაზი, მით მეტი დანაკარგი არის. თუ რაღაცა ზღრულად მისაღებ დონეს ცილდება დატვირთვა ამ გადამცემ სადენზე, ანუ ნელ-ნელა უახლოვდება ასე ვთქვათ დნობის წერტილს, დანაკარგები უკვე ესე თანაბრად კი აღარ იზრდება, გაცილებით უფრო მეტად იზრდება და მეტი დანაკარგები. აი ამ დანაკარგებს აიცილებდა თავიდან. ერთის მხრივ, აი ამ საწყალს იმერეთის დატვირთვა აღარ იქნებოდა საჭირო, როგორც ის არის დღეს და თქვათ ახალი ხაზი შეიძლება არ ყოფილიყო საჭირო. მეორე და ეს დეცენტრალიზაცია ზუსტად აი ამას გულისხმობს. კიდევ ერთი საკითხი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც, რა ვიცი, ჩვენი ქვეყანა, რა ვიცი, არ აკეთებს, ეს არის. აი რატომ არა თქვენ არ ვიცი, ეს პირდაპირ გეტყვით რა. ერთის მხრივ რომ, რა ვიცი, თლიანად ქვეყანა ბევრი წელია უკვე რაღაც ჰიდრო, იმითავართ შეპყრობილი, რაღაც ჰიდრო ობსესია გვჭირს, რომ რაღაც ჰიდროელექტროენერგია ბევრი წყალი გვაქვს, საიდან მოიტანეს ეს ინფორმაცია არავინ არ იცის, მაგრამ არავის არ ჯერა რომ ბევრი წყალი, ანუ რომ ცოტა წყალი გვაქვს და სინამდვილეში არა ვართ ესეთი ჰიდრორესურსებით დიდარი ქვეყანა და არანაირი 65,000 მდინარე ჩვენ არ გაგვაჩნია და ეხლა მშრალხევებს არ უნდა ათვლიდნენ, მდინარეებად არ უნდა თვლიდნენ, მაგრამ ეს ერთის მხრივ და მეორეს მხრივ არსებობს კონკრეტული მოთხოვნები, თუ რა უნდა გაკეთებულიყო. მაგალითად, უნდა შექმნილიყო ჯერ ერთი დღითადრი და დღეთაშორისი ბაზარი, ხო? არ შექმნეს და მე უნდა გადავსულიყავით საათობრივ ბაზარზე. ხო, არ შეიძლება რომ ზამთარ ზაფხულ ერთი ტარიფი იყოს, ჩვენ ამ ტარიფზე ელექტროენერგიის ტარიფზე ვისაუბრეთ და მითი არის ეს რომ რაღაც ტარიფი გაიზრდება და რა გუშინ არაფერი არ გაიზრდა, არავინ არ იცის რა როდის გაიზრდება კონკრეტულად ტარიფი გვაქვს პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე ტარიფი იცვლება არჩევნებიდან არჩევნებამდე, ხომ? ხან 3 თეთრით დააკლებენ და არავინ არ იცის რატო დააკლეს, ხმენე მოუმატეს 5 თეთრით და ასე შემდეგ, ხო? ამასაც თავი დავანებოთ. ამ სისტემაზე, ანუ ნაწილობრივ დეცენტრალიზაციაზე გადასვლა ამ ბაზრის შექმნას გულისხმობს პირველ რიგში. გარდა იმისა, რომ გადამცემი ქსელის სინქრონიზაცია უნდა მოხდეს ევროკავშირის. როდემდე უნდა ვიყოთ რუსულ ქსელთან? რატომ არის მუდმივი დენის ჩანართი ახალციხეში? იმიტომ რომ არ უნდა თურქეთის სისტემა ევროკავშირის ქსელების აქვთ გადაღებული და აქედან გამომდინარე მუდმივი დენის ჩანართი იმიტომ იდება რომ თუ საქართველოში აი ესეთი ბლეკაუთი მოხდა, ჩვენ რო პირდაპირ დაკავშირებული ყოფილიყავით თურქულ ხაზებთან, თურქეთშიც გამოვიწევდით სერიოზულ ყევებს ელექტროენერგეტიკული თვალსაზრისით. ამიტომ მათ თავი დაიჭრეს და გითხრეს თუ გინდა თქვენ დენი მივიღოთ ან ჩვენ დენი მოგცეთ, აი ეს მუდმივი ჩანართი უნდა არსებობდეს ახალციხის ქვესადგურზე და ამიტომაც იყო გასაკვირი დასაწყისში რომ გავრცელდა ინფორმაცია რომ რაღაცა საექსპორტო ხაზზე მოხდა ავარია და იმიტომ რომ გაუგებარია ეგ არ შეიძლება. ყველა ჟურნალისტი ვინც ეკონომიკის თემაზე და ენერგეტიკის თემაზე მუშაობს, დღეს მთელი დღე წერდა იმაზე რომ არავინ არ პასუხობს მათ ზარებს, არავინ არ უხსნის საზოგადოებას და მოსახლეობას თუ რა მოხდა, დაახლოებით ვერსიებს მაინც არ გვაწოდებენ. შესაბამისად, ვერსიების ძალიან დიდი რაოდენობა წარმოიშვა. თავისთავად რაც აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო, მაშინ როდესაც ჩვენ სახელმწიფო უწყებებისგან არ გაქვს არანაირი ვერსიაც კი რომ შეიძლებოდა ყოფილიყო ეს, ან შემოთავაზებული რაღაცა საფიქრალი თემები, ხო? როგორც ჩანს, დღესაც არ აქვს პასუხი და იმიტომაც ჩაერთო სუსი გასაგებია და საბოტაჟის თემა ეს საერთოდ აბსოლუტურად. თუმცა სუსმა ბევრი სხვაც უნდა გამოეკვია, მაგალითად კრიპტომაინერების საკითხი სვანეთში და რაღაც აღარ გაჩნდნენ. მოთხოვნა მეტია ვიდრე მიწოდება, იყო ესეთი
ესეთი ვერსია და ეს ყველაფერი არის გამოწვეული კრიპტო მოპოვების და კრიპტო ინდუსტრიის მიერ. აი ამ ვერსიას ჩვენ როგორ ვუყურებთ, აქვე მინდა გაგახსენოთ, რომ ომში მყოფი უკრაინისთვის ჯერჯერობით აი ესეთი 24 საათიანი გათიშვის შემთხვევა არც არ ყოფილა, ყოველ შემთხვევაში არ მომხდარა ასეთი და. ნუ უკრაინის სისტემა ახლა ცოტა სხვანაირი კი არა და ძალიან სხვანაირი არის ვიდრე ჩვენი სისტემა. ჩვენი ელექტროენერგეტიკული სისტემა დამოკიდებული არის ჰიდროგენერაციაზე და როგორც თქვი, გეოგრაფიული ასიმეტრია გვაქვს, ხო? დასავლეთში არის ეს ჰიდროელექტროსადგურები და მოხმარება ძირითადად გვაქვს აღმოსავლეთ, აი მაგ კრიპტო რომ ახსენეთ, კრიპტო ინდუსტრიები აღმოსავლეთ საქართველოში. კრიპტო ინდუსტრიები არის აღმოსავლეთ საქართველოში, ხო? ამ შემთხვევაში გლდანში და გორის თავისუფალ ეკონომიკურ ზონებში, ხო? ეს მაშინ მხოლოდ ორი დიდი კრიპტო ინდუსტრია 2025 წელს თუ სწორად მახსოვს, 600 მილიონი კილოვატ-საათი მოიხმარა. მარტო ორმა რომ შეავადაროთ ციფრებით, აი სვანეთს რასაც ედავებოდნენ ან მესტიის მუნიციპალიტეტმა 133 მილიონი კილოვატ-საათი მოიხმარა. კი, ძალიან ბევრი არის რომ 133 მილიონი მოიხმარა, იმიტომ რომ იქ სავარაუდოდ 15-20 მილიონი მოიხმარა ალბათ მოსახლეობამ და დანარჩენი კრიპტოზე მოდიოდა და არ ვიცით რა ხდება, ხო? რაღაც 48 წელი დანადგარის ამოღების გარდა კიდე რომელიც მიზერული არის, მეტი არაფერი არ მოუღიათ. და ამიტომ არ ვიცით რა ხდება და არეგულირეს, არ დაარეგულირეს. მე მოსახლეობამ ძალიან მინდა კარგად იცოდეს, რომ ეს არის თავისუფალი ზონები, ეს ნიშნავს, რომ ისინი არ იხდიან. არა, DGG-სგან, ანუ რატომაც თავისუფალი არიან გათავისუფლებული. ანუ DGG-სგან, ანუ ისინი ელექტროენერგიაში მინიმუმ 18%-ით ნაკლებ თანხას იხდიან 1 კილოვატ-საათს მოხმარებულ ენერგიაში, ვიდრე თითოეული ჩვენთაგანი. აქედან გამომდინარეა ზუსტად რომ იმ თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში აწყობთ კრიპტო მაინინგი. უბრალოდ აქ პრობლემა არის რაში, რომ ამ იმერეთმა, რომელსაც 685 მეგავატის გამოტარება შეუძლია. წარმოგიდგენთ, 685 მეგავატის გამოტარება შეუძლიათ. ენგური არის 1300 მეგავატი. აი ხუდონი რო აშენებული იყო 700 მეგავატი უნდა ყოფილიყო. ნენსკრა რო აშენებული იყო, რავი 240, ნამახვანი 424 მეგავატი, ხო? რას უნდა გამოეტარებინა? საიდან უნდა გამოეტარებინა? ანუ აზრი, წყალი იღვრებაო. რატო იღვრება იცით წყალი? ფიზიკურად, როდესაც ეს ხაზი ვერ ატარებს ამ დენდენს, არ და მოთხოვნა გააქვს. იძულებული ხარ დაცავ. რა უნდა ქნას? ანუ ან უნდა მაგალითად აჭარაში განთავსებული ჰესები ალბათ გაატარებენ დენს ექსპორტზე ბათუმის ქვესადგურიდან თურქეთის მიმართულებით და მეორე თურქეთის მიმართულების ხაზი, ანუ მესხეთიდან, ანუ არის ახალციხის ქვესადგურიდან, მაგრამ ახალციხის ქვესადგურიდანაც ვერ ატარებ დენს, იმიტომ რომ ახალციხემდე რომ მოხვდე კვლავ იმერეთი უნდა გამოიარო, ზესტაფონის ქვესადგური უნდა გამოიარო და მერეში უნდა შევიდეს ახალციხის ქვესადგური. ჰიდროელექტროსადგურების, თქვათ, სასარგებლოდ, ასეთი რამ თქვა ყოფილმა მინისტრმა, ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა, რომ ჰიდროელექტროსადგურებს შეუძლიათ ენერგიის შენახვა. აი ეს რამდენად არის თქვენ? ხო, ეხლა ენერგიის შენახვა ბევრად უფრო თანამედროვე. აი, იმიტომ რომ ეს ჰიდროელექტროსადგურების რაღაცა შეპყრობილები ვართ, იმიტომ რომ ჩვენი მთელი მსოფლიო არის 21 საუკუნის. უყურეთ როგორ რაღაცა ვინ არის მართველი, ასე რომ ვთქვათ, ამ ელექტროენერგეტიკის სისტემაში? სადისპეჩერო. დისპეჩერი მართავს რამდენიმე ათეულ გენერაციის ობიექტს. ანუ მართავს რას ნიშნავს? სად რა ჩართოს, სად რა გადმორთოს, ვის მიაწოდოს, ვის გაუთიშოს, ვის აშენებს, არის მე ეს დაცვითი ავტომატიკები, რომელიც თუ ჩათვლის რომ რაღაცა საშინელება ხდება და დაწვავს ყველაფერს, აი ესე გამოგხვდო მთელი ქვეყანა, ისე რომ სადისპეჩეროს იქ დისპეჩერისთვის იქ არავის არ უკითხავს, თავისით გამოირთო. ეხლა წარმოიდგინეთ როგორ გამოიყურება 21 საუკუნის მართლობის მოდელი ელექტროენერგეტიკის სისტემის ავსტრიის, გერმანიის ნებისმიერი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოსთვის. კვლავ ვიმეორებ, რომლის ვალდებულებაც ჩვენც გვაქვს, რომლის ვალდებულება რომ ეს რეფორმები და ფუნდამენტურ რეფორმებს როცა ვიზახით, განვახორციელოთ. და ამ მოდელზე იარსებობს ჩვენმა ენერგეტიკულმა სისტემამ. მუშაობს ერთის მხრივ მიკროქსელებს, ჭკვიან მიკროქსელებზე ვისაუბრე და მაგრამ ეს ჭკვიანი მიკროქსელები, მარტო ჭკვიანი მიკროქსელები კი არა, ის არის ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი მიკროქსელები, როცა ხელოვნური ინტელექტი თვითონ წვიტავს, ასე ვთქვათ, მაგალითად, სიტყვაზე თუ პროგნოზი ის აანალიზებს ამინდის პროგნოზს, მოსალოდნელ წყლის რაოდენობას, ასე შემდეგ, ადამიანის ჩარევის გარეშე და მაგალითად თუ არის თბური ტუმბოები, რომლის ვალდებულება რეკომენდაციაც იყო, რომ გაზიფიკაცია კი არ უნდა წავსულიყავით, რომელიც ჩვენი რესურსი არ არის, არამედ თბური ტუმბოების და
დაყენეთ მაგალითად სიტყვაზე ხელოვნური ინტელექტი არასაჭირო დროს ანუ როდესაც მოსახლეობა არ ხმარობს მაგალითად გუდაურის რომელიღაცა სასტუმროში 1 გრადუსით დაწევდა ტემპერატურას და შეამცირა თვითონ არეგულირებდა ამ ყველაფერს. ეხლა რაც შეეხება უფრო ცენტრალურ დონეზე, ხო? ჩვენი სადისპეჩერო, ანუ ადამიანი თუ მართავს რამდენიმე ათეულ ობიექტს, ისედაც კონსერვატიული მიდგომაა რა, როდესაც ადამიანმა იცის ერთი მას სიახლეების ეშინია და რა სიახლეებზეა საუბარი. მაგალითად გერმანიაში გენერაციის ობიექტი არის არა რამდენიმე ათეული, არამედ 1,5 მილიონი აქვს გენერაციის ობიექტი 1,5 მილიონი არის მარტო ის ადამიანები, ვისაც თავისი მზის სადგურები გააჩნია თავის სახურავზე. მათ ეძახიან ევროკავშირში და საქართველოს შესატყვისი არის ალბათ აქტიური მომხმარებელი, მაგრამ ინგლისურად ქვია prosumers. ანუ მომხმარებელი, რომელიც ასევე თვითონ აწოდებს ელექტროენერგიას სისტემას. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მომგებიანიც იყოს მისთვის. მაგრამ მომგებიანიც არის მისთვის ზოგიერთი საერთოდ პლუსში გადადის, ანუ უფრო მეტ ენერგიას ყიდის, ვიდრე მოიხმარს. მაგრამ იმისთვის, რომ ამ სისტემამ სწორად იფუნქციონიროს, ერთის მხრივ, აი ეს ბაზარი, რომელიც არასოდეს არ გაუშვეს, უნდა არსებობდეს და მუშაობდეს, სადაც ტრეიდერები ასე შემდეგ ივაჭრებდნენ და არ უნდა იყოს მონოპოლიზირებული როგორც დღეს გვაქვს ენერგოპროთი და თელასით, ეს ერთი. მეორე, ჩვენ თაროსად დისპეჩერი წყვიტავს ამ ყველაფერს, ეს ყველაფერი მიკროქსელებისა და ხელოვნური ინტელექტის საშუალებით იმართება ჭკვიანურად და აი ამ სისტემაში მილიონობით გენერაციის ობიექტი შემოდის უკვე და აქ უკვე პრაქტიკულად ირთვება ხელოვნური ინტელექტი ქმნის ვირტუალურ სადგურს, ასე რომ ვთქვათ, რომელშიც ის აერთიანებს ყველა მზის სადგურს და წვრილ გენერაციის ობიექტს და მე თვითონ წყვიტავს რომელი საიდან სცენი სადმოდის და ეს ახლა მე რასაც ვამბობ, არც ღაპარია, არც მომავალის ტექნოლოგია, ეს არის მოქმედი, დანერგილი და ასევე შეთავაზებული, რომელსაც არ ვიყენებთ კი და არ გადავდივართ ამ სისტემას. და რაც ყველაზე მთავარია, როდესაც საუბარი არის ხოლმე რომ შემნახველის ანუ რატომ მოწოთ დიდი ჰიდროელექტროსადგურები? აი ხლა აი ამ შემთხვევაშიც რო ვისაუბროთ. ხო, საინტერესოა ხო იმიტომ რომ ჰიდროელექტროსადგურებს აქვს დიდი ტურბინა, რომელიც როდესაც რაღაცა ხდება, მაგალითად წყალს დაკეტა, ტურბინა კვლავ განაგრძობს ინერციით ტრიალს და ის აძლევს რაღაცა ანუ პირდაპირ გათიშვა სისტემას არ აძლევს და რამოდენიმე წუთს აძლევს დისპეჩერს რომ რაღაცა სხვა ალტერნატიული გზით მოინახოს და სისტემა ანუ ქვეყანა ან ამ შემთხვევაში ცენტრალური სისტემა არ ჩაბნელდეს და ბლეკაუტ აი ამიტომ მოწონთ და რატო არ მოწონთ მზის და ქარის სადგურები იმიტომ არ მოწონთ რომ ხამზე შეიძლება იყოს ან არ იყოს დაღამდეს ან ქარმა შეიძლება დაუბერავდეს და მე უცბად აღარ უბერავდეს მაგრამ აი აგერ არა ამის თვიანი მართვის სისტემასთან ერთად არსებობს ასევე ბატარეების ტექნოლოგიები ანუ ის შემნახველი მთელი არსი რაც ჰიდროელექტროსადგურების მთავარი უპირატესობა ხო რომ რეზერვუარში წყალი გაქვს და ეს არის პრაქტიკულად ბატარეა და იმის მიხედვით არეგულირებ ამ შემთხვევაში ბატარეები კისრულობენ ამ როლს და ბატარეებით აღჭურვილი განახლებადი ენერგია 70% გენერაციის დანის მოდის ქარის ელექტროსადგურებზე. წარმოგიდგენთ, ქარის ელექტრო ამაში ჩვენი დისპეჩერი იქ ჩაიყვანოს შეიძლება ნერვიულობით მოკვდეს, ხო? ანუ ვერ მართავს, ხო? აბა როგორ მართავენ დანიელები? ძალიან ჭკვიანურად, ძალიან მარტივადაც. უბრალოდ ეს არის 21 საუკუნის მართვის მოდელი, სადაც არის ხელოვნური ინტელექტი, მიკროქსელები, დეცენტრალიზებული, შემნახველი ბატარეები და ასე. ეხლა საქართველოს რეალობაში როგორ იქნებოდა? მარტივად გამოვიდოდა ეს ყველაფერი თუ არა? ძალიან მარტივად გამოვიდოდა. რატომ? იმიტომ რომ გენერაციის 75% ჩვენ ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის. ანუ ჩვენ ისე გამოდის ხოლმე ხანდახან ჰიდროელექტროსადგურებზე რომ საუბრობთ, თითქოს არც ერთი ჰესი არ აქვს და ეხლა ვაპირებთ რაღაცა ხუდონის და ნენსკრას აშენებას. ენგური, რა ქვია, ჟინვალი, ამდენი ამხელა რეზერვუარებია. ანუ რეალურად ბატარეების ტექნოლოგიებით რომ არ დაყენდეს, რეალურად გვაქვს რეზერვუარიანი ჰიდროელექტროსადგურები, რომელიც ამ ბატარეის ფუნქციას ითავსებს და დეცენტრალიზაციის შემთხვევაში ძალიან ადვილად მოხდებოდა ქარისა და დამატებითი ქარის და მზის სისტემების ინტეგრაცია. ბატარეების ტექნოლოგიები ძალიან მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ საქართველოსთვის. რატომ? იმიტომ რომ დასავლეთში არის გენერაცია და აღმოსავლეთში არაფერი არ არის და ჩამოკიდებული ვართ ერთ გადამცემ ხაზზე. ამის გამო, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა მაგალითად სწორი დაგეგმის პირობებში, აი ამ ჭკვიან 21 საუკუნის მართვის მოდელზე გადასვლის პირობებში განისაზღვრებოდა ძალიან მარტივად, რა სიმძლავრის ბატარეები უნდა იყოს დაყენებული
განლაგებული მაგალითად აღმოსავლეთ საქართველოში, რომელმა მზის და ქარის სადგურებმა უნდა მიაწოდონ დენი და დატენონ ეს ბატარეები გამოყენების შემთხვევაში, რათა მზე და ქარი აღარ აღმოჩნდეს ესეთი ცვალებადი და ყველაფერთან ერთად ახლა ის მიკრო ქსელებზე, რასაც ვისაუბრე, ის თავის მხრივ თავის წილ განტვირთვას უკეთებს ცენტრალურ ქსელს. აი ასეთ ქსელზე გადასვლის ვალდებულება ჩვენ გვაქვს აღებული 2017 წლიდან. დღემდე არაფერი არ გაკეთებულა, უკვე გავიდა, რა ვიცი, 10 წელიწადი. ხო, სხვათა შორის აი არასტანდარტული და სწრაფი გადაწყვეტილებების დროა, როდესაც თქვა ყოფილმა მინისტრმა, ეს ალბათ არის ზუსტად ის, თქვა, გადაწყვეტილება, რომელიც რაც შეიძლება სწრაფად უნდა იქნას მიღებული. შეიძლება ესეთი ტიპის ბლეკაუთი კიდევ მოხდეს, კი, ნამდვილად შეიძლება ნებისმიერ დროს, პირდაპირ გეტყვით. ეს ხაზი არის 78 წელსანი თუ სწორად მახსოვს აშენებული. ვსაუბრობ იმერეთზე. 1978 წელს, რამდენი წელი გავიდა უკვე, ნახევარი საუკუნე მინიმუმ გავიდა, ხო, მეტი. კი ბატონო. ეს სადენი სამწუხაროდ ამის ესე თქვა, რაღაცა რეაბილიტაციები უკტარდება იქ, რაღაცას ანძები, რაღაცა თუ შეხვალთ საქროს ენერგოს ვებგვერდზე, იქ ნახავთ რომ რაღაცა ანძები გადაიტანეს მეწყერსაშიშ ზონებს მოაშორეს და რაღაცა, მაგრამ ეს არის ხაზი, ერთადერთი ხაზი რომელიდანაც დენი მოდის. ამ ხაზს რამე დაემართა. კიდევ ამობ აქ არ ვსაუბრობ რაღაცა დრონებზე და ომებზე და ბალისტიკურ რაკეტებზე, არაფერი არ ჭირდება მსგავსი. აი ერთ ანძას გამოაცლი ფეხს და დაბნელებული არის მთელი ქვეყანა. ამიტომაც ვამბობ რა, ეს არის ძალიან მოწყვლადი სიტუაცია. ან პრაქტიკულად აი ერთ სადენზე არის დაკიდებული მთელი ქვეყანა. ამდენი წლის განმავლობაში. კითხვა ისმევა შემდეგი, ხშირად არის ხოლმე აი ფული არ აქვს ქვეყანას და რაღაცა უკაცრავად და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას 4 მილიარდი რო აქვს ამის გაწერილი სხვადასხვა გადამცემ ხაზებზე. როგორ არ აქვს ფული? ესე იგი აქვს ხო ფული? ტყუილა ხო არ ქონდა? ხო არ აქვს 10 წლიან გეგმებში გაწერილი? ეხლა კითხულობ იმ ხაზები და რომელიც გაწერილი აქვს. მაგალითად ტყუილად რომ ავაშენეთ სტეფანწმიდის 500 კილოვოლტიანი გადამცემი ხაზი რუსეთის მიმართულებით. ჯერ რატო ავაშენეთ რუსეთის მიმართულებით? იმიტომ რომ რუსეთის მიმართულებიდან სადენი, ანუ გადამცემი ხაზი მოზდოკის მიმართულებით არ არსებობს ბუნებაში. ჩვენ ავაშენეთ სტეფანწმიდის 500 კილოვოლტიანი ხაზი წინ სწრებად, ესე გვითხრეს. ესეც აქროს ენერგოს მფლობელობაშია ეს ხაზი. და პრაქტიკულად ეს ხაზი ტყუილად დგას. ეს ტყუილად დგას, რეალურად ხმარდება თუ სწორად მახსოვს დარიალი ჰესის დენის გამოტანას სისტემიდან. ის არ არის დაკავშირებული არაფერთან, აი მიდის რუსეთის საზღვრამდე და მორჩა. ეს ინტერაოს იმას გულისხმობთ ალბათ ხო? აი გულისხმობ სტეფანწმიდაში რომ ხაზი ააშენეს, სტეფანწმიდა მოზდოკი ქვია. მოზდოკი, აჰა. ხო, ერთი ხაზი რუსეთიდან რაც შემოდის, ეს არის კრასნოდარის მხარიდან, ეს ცენტრალნაიადან, ეგრეთ წოდებული ცენტრალნაიადან, რომელიც შემოდის მე სვანეთიდან და შემოდის ენგურზე. აი ეს არის რუსეთთან დამაკავშირებელი ხაზი. როდესაც საუბარია ხოლმე მაგალითად რუსეთიდან იმპორტის გაზრდაზე, უკაცრავად კვლავ ვეჯახებით იგივე საფრთხეს. ჩვენ რო რეალურად მოხმარება რო გვეზრდება, რუსეთი ფიზიკურად ვერ გვაძლევს, რომ გვინდოდეს ძალიან, ვერ გვაძლევს დენს და ეს ბალანსშიც ძალიან კარგი. რატომ? იმიტომ რომ იმდენმა კავკასიონი უნდა გამოიაროს და ბოლოს მაინც იმერეთის ხაზზე უნდა აღმოჩნდეს და იმერეთის ხაზი არის დატვირთული და დამატებით დატვირთვას ვერაფრით ვერ გაუძლებს. ამიტომ რუსეთის ენერგო დამოკიდებულების გაზრდა არ ხდება. რეალურად ის დენი ხმარდება აფხაზეთის მოხმარებას და ეს ადასტურებს, აი ეხლაც რომ გავხსნათ ესკოს ვებგვერდის ბალანსი, იქაც ნახავთ რომ ძირითადად ის დენი ხმარდება აფხაზეთის საჭიროებებს. ამიტომაც ვსაუბრობ რა, რომ რეალურად ენერგეტიკის სექტორი არ არის დაგეგმილი, იმართება მე-20 საუკუნის მოდელით. არ არსებობს ნება, პოლიტიკური ნება, რომ ევროკავშირის ის მოთხოვნები შევასრულოთ, ენერგოგაერთიანების მოთხოვნები. ენერგოგაერთიანება უამრავჯერ შესთავაზა საკუთარი ექსპერტები ამ პროცესში ჩართვა, რომ დახმარებოდა ქვეყანას როგორც ბაზრის გახსნაში, ისევე სხვა გამოცდილებების გაზიარებაში, იგივე პირიქით სარეკომენდაციო ნაწილებში ჩაწერა, რომ რატო აკეთებთ ხალხო გაზიფიკაციას? გაზი ხო თქვენი რესურსი არ არის, რა საჭირო არის გაზიფიკაცია. პირდაპირ უთხრა, რომ რატო არ ფიქრობთ თბურ ტუმბოებზე, რატომ არ ფიქრობთ მიკროქსელებზე, რატომ არ აკეთებთ არაფერს ენერგოგაერთიანებაზე, ანუ ენერგოგაერთიანებას ამ შემთხვევაში გულისხმობ აი ენერგო თანამშრომლობას მიკროქსელების შექმნას. პირდაპირ უთხრა და პირდაპირ წერია ეს სარეკომენდაციო ნაწილებში, მაგრამ კიდევ ერთხელ მიმეორებ,
რა დროს ეგ არის, ფული არ გვაქვს რაღაცა 2017 წლიდან გვესმის ეს. 2026 წელი არის ახლა. არა, ჩვენ ფული არ აქვს. ანუ და მაგრამ უცბად აღმოჩნდება რომ ფული გვაქვს თურმე ისეთ მაგალითად სტეფანწმინდის ხაზზე რომელიც არ მუშაობს და ტყუილა ააშენეს რეალურად. ფული გვაქვს ხაზებზე რომელმაც რატომღაც ნესკრას დენი უნდა შემოიტანოს ქსელში რა ქვია ჩამოიტანოს ნესკრას ანუ იმ ხაზს აკეთებენ ოღონდ კვლავ იმერეთი რაშუაშია გასაგებია. დავით, სხვათა შორის პირველი რაზედაც ვიფიქრე, როდესაც სინათლე უცბად წავიდა, ვიფიქრე იმ ადამიანებზე, რომლებიც იყვნენ ალბათ იმ წუთას ან ლიფტში, ან სადღაც ისეთ ადგილ, ან მეტროში, რკინიგზაში, აბსოლუტურად აი გადაადგილების მომენტში რაღაცა წარმოვიდგინე, როგორ შოქში იყვნენ ეს ადამიანები, ჩავარდნილები და სხვათა შორის, როდესაც ბლეკაუთის შესახებ ესპანეთი, პორტუგალიის ამბავს და ისტორიას ვკითხულობდი, იქ იყო პირდაპირ პირველი, ვინც გამოვიდა ქუჩებში, ეს იყო ჯარი და სამხედროები და პოლიცია, რათა დახმარებოდნენ სწორედ იმ ადამიანებს, რომლებიც ექსტრემალურ სიტუაციაში გაიჭედნენ სადღაც რაღაც კონკრეტულ ადგილებში. აი ძალიან მოკლედ ესეც რომ შევაფასოთ, რამდენად ადეკვატურად მოიქცა თქვა სახელმწიფო იმ დროს, როდესაც თუნდაც 2 საათი არ ვიცოდით არაფერი და არც ველოდით არსაიდან დახმარებას. რამდენად სწორი იყო თუნდაც იმ მომენტში მე მესმის რომ შეიძლება დასკვნის დაწერას რაღაცა პერიოდი ჭირდებოდეს, მაგრამ ქმედებას, აქტიურ ქმედებას გულისხმობ ახლა. არის როცა ენერგოუსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ მარტო ის არ არის რომ ენერგოუსაფრთხოება იქ სადღა ხაზი გააკეთო თუ რა საკანონმდებლო ცვლილებები შეიტანო აქ უნდა გქონდეს გათვლილი ექსტრემალურ პირობებში ისედაც უნდა გქონდეს ექსტრემალურ პირობებში მოქმედების გეგმა ეს შეიძლება ეხებოდეს სულაც არ ეხებოდეს ენერგეტიკას და ეხებოდეს მაგალითად რა ვიცი ბუნებრივ კატასტროფას აერეს ხეობის ამბავს რომ როგორ იქცევი ხო ანუ ვინ რაზე არის პასუხი მე კი არ უნდა დაიწყო ფიქრი აბა შენი ის გააკეთა, შენ ეს გააკეთე და ამის სტანდარტიც არსებობს დარწმუნებული. კი, არა, ყველას აქვს ჩვენ აქ ევროკავშირზე კი არ არის საუბარი, რომ ჩახვიდეთ ჩვენს მეზობელ სომხეთში და აზერბაიჯანში, ყველას აქ ეს ომის პერიოდში როგორ იქცევი, ომის შემთხვევაში, მობილიზაციის შემთხვევაში როგორ იქცევი, იმის ყველა საგანგებო და ეს საგანგებო მდგომარეობა იყო. ხო, რეალურად საგანგებო მდგომარეობა იყო. ამიტომ აქ არ არის მაინც ფოკუსირება, რომ აი ენერგეტიკულად თუ გავითიეს, მაშინ უბრალოდ ქვეყანას უნდა გქონდეს ესეთ სამოქმედო გეგმები, ვინ რაზე არის პასუხისგებელი, მაგალითად მიწის ზრდა მოხდა, ვინ რაზე არის პასუხისგებელი. მაგალითად დაბომბო დაგვიწყოს ახლა ვინ რომელიღაცა ქვეყანამ ელემენტარულად ქალაქებში არ აქვს სირენები. ვერავინ ვერ გავიგებთ ბომბავენ თუ არ ბომბავენ. ელემენტარულად არ აქვს თავშესაფრები, საწახვი და ანუ აი ხა რომ დაიწყოს აი მაგათ აფხაზებმა რომ მეცინება, მაგრამ აფხაზებმა რომ დრონებით შემოუტევთ საქართველოს ჩვენს დამოუკიდებლობას თუ არ აღიარებენ თუ რაღაც სულელო თქვა. აი მართლა რომ დრონებით შემოფრინდნენ. სირენა არ შეერთება. საწახვიდი არ იცი. არა, რასო ვიცი რომ არა, იცით როგორ რაღაცას ვამბობ რომ უნდა კონდეს ქვეყანას, რეალურად უნდა კონდეს ქვეყანას სამოქმედო გეგმები, სხვადასხვა სცენარების შემთხვევაში და ეს არ ეხება მხოლოდ ენერგეტიკას. რა თქმა უნდა და სხვათა შორის მე ხარ გემშვიდობებით დავით რა თქმა უნდა ჩვენ ამ თემებს აუცილებლად ბევრჯერ განვიხილავთ იმიტომ რომ ეს არის ის თემა რომელიც არის ალბათ წამყვანი და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. ნებისმიერი ქვეყნისთვის და მათ შორის ჩვენი ქვეყნისთვის ჩვენ ახლა რეკლამაზე გავალთ და ცოტა ხანში დაგიბრუნდებით მეორე თემით. ბრუნდებით ღია სივრცეში ზღვის დონიდან 2100 მეტრზე გომის მთაზეც გაისმა შეძახილი თავისუფლებას ინდისის პატიმრებს. 100,000-ზე მეტ მოქალაქესთან პირისპირ შეხვედრა, ათასობით გავლილი კილომეტრი, 55,000 ეგზემპლარი გაზეთის საკანი, 101 და თავისუფლების ხმა ციხიდან, რომელიც მთელ ქვეყანაში ისმის. პოლიტპატიმრების მშობლები საქართველოს რეგიონებში მოგზაურობას განაგრძობენ. ეს ერთადერთი საშუალებაა დაუპირისპირდნენ მრავალმილიონიან პროპაგანდას, რომელიც მათ შვილებს ტერორისტებად წარმოაჩენს. ნახეთ, როგორ ხვდებიან მათ მოქალაქეები, რა დაბრკოლებები ხვდებათ გზად და პირიქით, როგორ ამხნევებენ და აძლიერებენ მათ სრულიად უცნობი ადამიანები. ჩემშულს 5 მიუსაჯეს. რატო იდგა აქციაზე? რატო უყვარს საქართველო? ინტერნეტში რა დღესია. რატო უყვარს საქართველო? ისიც გეწოდინებათ გიორგის თავისი ბიოლოგიური დედის გვარი აქვს, ჩემ გვარზეც არ გადმომიყვანია გავზარდე. კაცადო აქცია, ასეთი პიროვნება გახდა და მთავრობამ სიყვარულისთვის ჩამიჯინა 5 წელი.
აქციაზე დაჭერილი სტუდენტი ბიჭები. ჩემი შვილია ერთ-ერთი გიორგი მინდაძე, სამედიცინოს მესამე კურსის სტუდენტი. მერს თქვენსკენ ყველასკენ. გაიხარე, წაიკითხე, კაი სტატიებია შიგნით. მოყურეთ რა საყვარელი ხალხი. სტუდენტი ბიჭები რო დაიჭირეს აქციაზე, იმათი წერილებია. როცა ამას წაიკითხავს, არა აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება და მერე თუნდაც ტელევიზიით ჩემს ვინც დაინახავს ამ ტკივილს გულთან მიიტანს. აი იმიტომ დავდივარ მე პირადად ჩემი ერთადერთი შვილი 8 კვადრატში როა გამოკეტილი და დედას რომელსაც ერთადერთი შვილი 8 კვადრატში უსამართლოდ გამოუკეტეს, ისეთი შვილი რომელიც ექიმი არის და ხალხს უნდა მოხმარებოდა და ჩაკეტილი რო არის საკანში, ამას ვერ ავიტან, ვერ დავთმობ და საქართველოს დაკარგვასაც ვერ დავთმობ. რეგიონში რო შევედი მე ბაზარში და ასაკიანი ქალბატონი რო შემხვდა 73 წლის და ფეხზე რო წამოდგა გიორგი მინდაძის დედა მოდის და ეს რას მოვესწარი უნდა ჩაგეყუტო. აი ცხოვრებაში ის კადრი არასოდეს არ დამავიწყო. თუნდაც ეხლა აქ რომ მოვედით გურიაში, ქალბატონმა რო გამაჩერა, შენ როგორ სტირი ხარ ტელევიზორში, ისევ ტირი ვარ მეო. მართლა ნათელი მომავლისთვის იბრძვია. აგენაცვალე ღმერთმა. აგენიდან აფერი არ გამოვა. ჩვენი ბიჭებიდან კი და მთავრობიდან არა. სადო არც ევროპაში ვარ, სადო არც ერთი პარტია არა ვართ, დაჭერილი ბიჭების დედები ვართ. აი, გაიხარეთ კეთილო ხალხო. შარშან პირველად რო გამოვიდა ეს გაზეთები და წალენჯიხაში რო წავიღე, წალენჯიხა ისეთი ოპოზიციური ქალაქია, მთელი მერია ჩამოვიდა და დაბლა დამელოდა, რომ მივედი და გულში გვიხუტებდა ყველა, მაგრამ წელსაც წავედი წალენჯიხაში, მაგრამ იგივე მდგომარეობა არ იყო, იმიტომ რომ ეხლა ოცნების მერი არის იქა. უნდათ ხალხა ხუტება. პენსიონერები ბაზარში რო შევდიოდი, ორ-ორად კიდებდნენ ხელს, თავისი პენსიით წამალს რო ვერ ყიდულობენ და საკვებში რო არ ყოფნით ის ტანხა. იხვეწებოდნენ რომ დასრულდეს ეს ყველაფერი, ჩვენი ტანჯვა მორჩესთქო. მაგრამ ჯერ არ უჩანს ბოლო, მაგრამ მე იმედი მაქვს. ამ ბრძოლით გავალთ ბოლოში და გამარჯვება ახლოში. რა უყოთ, ძალიან გაგვამწარეს, მაგრამ ვერ გავჩერდებით. პენსიაც უნდა მოგცენ, დახმარება აი არ უნდა. გამარჯობა, ეს კარგი სტუდენტის დაწერილი გაზეთია. ძალიან ვიყვარხართ ყველა. გაიხარე. მერტმა ყველა კარგად გიმყოფოთ. გაიხარეთ. თავისუფალ საქართველოში მენახე. გაიხარე. მას იკეთე მისცეთ. თქვენც ასევე შემოგევლე. ნეტა ეგ დღე გათენდებოდეს. ყველაფერი კარგად იქნება მე. ბრძოლას აზრი აქვს. კი, როგორ არა, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ღმერთმა სიკეთე მოგცეთ და სუბედნიერად იყავი. ურეკში რო ყველა გულში გვიხუტებდა, ეხლა დამსვენებლიან, მაცხოვრებლიანად, ნამდვილად დღეს არ გავჩერდები, არც ხვალ გავჩერდები, ყველგან წავალ და მოვივლი სადა ქვეყანას. როგორც მათვი რკინის გალავნები მეწმევა ისე და ვივლი კარდა მოვივლი ყველა რეგიონს. არც გავჩერდები და ვერც გამაჩერებენ. იმიტომ რომ უსაყვარლესი და სანუკვარი შვილი მიზის 8 კვადრატში. და დედას რომელსაც შვილი 8 კვადრატში უზის, იმის რემლი ზღვას უერთდება და ვერ გაჩერდება. გაიყოლებ, წაიკითხავ ჩვენი ბიჭების წერილებს. გამოართვა. მადლობა დიდი, აი სტუდენტი ბიჭი დაიკავეს, კობახიძის სტუდენტი და კრიტიკული კითხვების გამო ურეკში და ვერ მოასწარე საკითხი. ზვიად ცეცხლაძე ჩემი შვილია, ბათუმელი ბიჭი. გაიხარეთ ლოცვისთვის და მადლობა დიდი. უკვე 20 თვეა ზის ზვიადი საპატიმროში. ეხლა მოცემულ მომენტში მეორე კურსის გამოცდები ჩააბარა უკვე თესეუს იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობს იცის საზოგადოებამ და აი ამ ბოლო 2 თვის განმავლობაში რეალურად ამ ფინალურებისა და მიმდინარე დავალებების მომზადებასა და ჩაბარებაში იყო ძირითადად. აი ჩვენი შვილების წერილებია, ხო არ გაიყოლებ. მადლობა დიდი ყურადღებისთვის. ხომალე გამოგიყვანონ ჯამ. ამინ. მე ხშირად ნახულობ როგორც ადვოკატი შევდივარ მასთან. ამ ბოლოს პარასკევს ვიყავი, წინა კვირას ვიყავი ვნახე.
ზოგადად ყოველთვის ყოჩაღად გამოიყურება, ძალიან მოტივირებულია. ვერასოდეს ვერ შეატყობ, რომ რაღაც ციხემ რაღაც კვალი დააჩნია უარყოფითი. ამ თავრობის მხარდამჭერი ვიყავ სამწუხაროდ. წინა თავრობის დროსაც სვერპლი ვიყავით და ახლაც. და პარტიულებს გვაკერე დედები ვართ და ჩვენ შვილებზე განვიცდით. სხვა არავინ არ ვარ. მადლობა დიდი. მადლობა, ესეთი ყაი თქვენნაირი ხალხი რო ხდება რაღაცნაირად გადაგვაქვს, ხორე? ესენი უტენიან თავში თავიანთ ამომრჩეველს პროპაგანდით, რომ ესენი არიან ბანდიტები, ყაჩაღები, ტერორისტები, რუსთაველი უნდა დაეწვათ, პარლამენტის შენობას წვავდნენ. პროკურატურამ ვერცერთი მტკიცებულება ვერცერთზე ვერ მოიტანა, მიუხედავად ამისა პროპაგანდა უტენის თავში და ჩვენ ამ პროპაგანდას ვებრძვით აი ამით. წაიკითხავთ გაჩუქო? მადლობა დიდი, რომ გაინტერესებთ და იზიარებთ ჩვენ გულის ტკივილს. მაგისთვის დიდი მადლობელი ვარ. ჩვენ რესურსი არ აქვს. რაღაც დიდი ტელევიზიები გქონდეს, მასობრივად ვერ გავდივართ ამ ხალხზე, მათ ველზე მასობრივად ვერ შევდივართ, საზმაოსთან ვერ შევაღწიეთ, რომ მათ ხალხს ველაპარაკოთ. პროპაგანდისტული ტელევიზიები კერძო, რომელიც არის ისედაც არ გვიშვებენ. ამიტომ მცირე რესურსით რისი გაკეთება შეიძლება? შეიძლება მათი მოსაზრებები დაბეჭდო გაზეთში და ეს გაზეთი მიუტანო ადამიანს და თხოვო, რომ წაიკითხე, შენ ხო ამბობ, რომ ცუდი ბიჭია, იქ წავიდა და ვიღაცა უნდა მოიკლა, წაიკითხე, ნახე. აქ არის მისი დასკვნითი სიტყვა. მან ეს სიტყვა თქვა სასამართლო პროცესზე და იქ მთლიანად დაასაბუთა, რატომ არის თუ დანაშაულო. შენ ხომ დაგარწმუნა რეჟიმა, რომ ანუ დამნაშავეა. ეგება წაიკითხო და ნახო და მერე გამოიტანო აზრი. 90 პოლიტპატიმარი ყავს და მათ წერილებს და მათ სასამართლოზე ბოლოს სიტყვებს ვავრცელებთ, თუ დაინტერესდებით. თქვენს მშვიდობა გქონდეთ. არაფერი, წაიკითხეთ, გაჩუქნით. ჩვენ პოლიტპატიმრის დედები ვართ. სიხარული და წარმატება თქვენ ქალბატონო, რომ როგორ გვიხარია, რომ ესე გვცნობთ. თქვენაირი ადამიანები არიან ჩვენთვის ხნეობის მომტანი. პოლიტპატიმარი ირაკლი პაპიაშვილის მშობელი ვარ თბილისიდან. გაჩუქებთ გაზეთს, თუ გაეცნობით, თუ გაინტერესებთ. გაიხარეთ. მადლობა თქვენ. ჩვენი შვილები უკანონოდ ციხეში არიან. ეს იმათი წერილებია ციხიდან და დაგიტოვებ. იცი რამდენი სიკეთეა და თავისუფალ დროს წაიკითხე, კარგი? მცირე რესურსით დიდი საქმის გაკეთება რო შეიძლება, აიმიტომ დავდივართ და მაქსიმალურად ბევრს ხვდებით და ბევრს ვუხსნით. ბევრს თხოვთ და ვეხვეწებით. დღესაც მქონდა შემთხვევა მაგალითად, ჩემს მეუღლეს რომ უთხრეს, რომ აი დამნაშავე რომ არ იყოს არ დაიჭერე. აი წაიკითხეო, აგერ აქ არისო მისი საბრალდებო დასკვნაც არის, რაც ბრაბრალი წაუყენეს და როგორი მართლა ჩემმა შვილმა არ გაინტერესებს თავიო რა. ხო რო გეუბნები უდანაშაულო, ხო არ გჯერავს. ეგება ფაქტები და არგუმენტები ჩამოყალიბებული აქვსო და წაიკითხეო და კარგიო, მაშინო მომეციო, ერთეულ ნახაო, მართლა დამაინტერესა. აი ეს ერთეული შემთხვევებიც კი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი შვილების ღირსების შელახვა უფრო მტკივნეულია, ვინემ მათთვის დროებით თავისუფლების შეზღუდვა. მე ვარ პოლიტპატიმარი ირაკლი პაპიაშვილის დედა. მოგიყვანოს ადრე და რა ვიცი, ყველაფერი გაიხარეთ, ბედნიერ საქართველოში გვეცხოვროს. პოლიტპატიმრის დედები ვართ თბილისიდან. ეს ჩვენი უკანონოდ დაყრდნობებული შვილების წერილებია. სიკეთით სავსე დაგიტოვებთ და თავისუფალ დროს წაიკითხეთ. სიკეთის მეც არაფერს არ მოგიტანთ და კიდე სასამართლოზე ბოლო სიტყვებია მათ. ყველაფერი ტელევიზორს უყურებ და ინფორმაციებს ღებულობ იქ. მადლობა დიდი ხანებში ღმერთი გაიხარე ქალბატონო უღმესი მადლობა დიდი. თქვენ ბარაკა და სიხარული და კარგ ქვეყანაში ცხოვრება. მადლობა თქვენს მოგხსენებთ. მადლობა დიდი. ყოველთვის იმას ამბობს, რომ აი ციხიდან რო გამოვალო, როგორი ქვეყანა დამხვდება, ყველაზე მეტად ის მანერვიულებსო, ბრძოლის გაგრძელებას რამდენად ექნება აზრი უკвеო რა. სამშობლოს სიყვარულისთვის ისჯებიან. მეტი დანაშაული არ აქვთ ამ ბიჭებს არაფერი ჩადენილი. მე ვარ გიორგი ტერიშვილის დედა. ერთი გარდაცვლილი ბიჭის დედა 92 წელში.
დაიტოვებთ გაზეთს, წაიკითხავთ. არაფერი ისე გირიგებთ და გაძლევთ, რომ წაიკითხოთ, გადახედოთ და გაიგოთ ყველაფერი. ახლა მე ვარ მყავს პატიმარი, ისიც ამ ბრძოლისთვის. გაიხარეთ. ხო არ დაინტერესდებით გაზეთებით მოს. ყველას იკეთები ისა, ყველა გაიხარეთ. ეს ამბები 9 აპრილის ამბები რომ მოხდა მამუკა ისეთი დანაღლიანებული იყო რომ რა ვიცი და არასჯობდაო ჭოველიცის სიკვდის მე მომკვდარიყავია და გადავირიე მეთქი რატო იძახი შვილო მაგას მეთქი და ისა დედის ერთა იყო და შენ ორი შვილი კიდე დაგრჩებოდა იმ 2 თებერვლის მიტინგი იყო ისეთი გრანდიოზული 300,000 კაცი იყო ამ მიტინგზე დილით რო ადგნენ მე ვთხარი შვილო ხო იცი წუხელის ჯაბამ გამოაცხადა რომ არ დავინდობთ არავის და დავხრეთ და ცოტა ფრთხილად იყავით მეთქი ვაფრთხილებ ახლა მაინდენ და მიუხედავად იმისა რომ ჩემი შვილების გვერდით ვიყავი მეც იმ 9 აპრილიდან მოყოლებული ხელი გადამხვია მომეფერა და მეუბნება რა მოხდება დედა ერთი შვილი შენ შესწირო საქართველოსო აი ესე მოფერებით მაკოცა შუბზე დამშვიდობა და წავიდა და შუადღის პირველ საათზე ესე 2:30-ზე უკვე ამისთანა უბედურება დაგვემართა გელა სნაიპერის ტყვია ქონდა საძვილი არტერიაში მოხვედრილი და ის ადგილზევე გარდაიცვალა მე რა გამაჩერებს ახლა დედას ამ ყველაფრის მნახველს და იმის მაგივრად რომ გამოვიდა კობახიძემ რომ ეს ბრძანა რომ ჩვენ 28-მდეო ვწყვეთთო ევროპასთან კავშირსო ჩემი ბიჭი ისედაც უდადიო და 9 აპრილიდან მოყოლებული ეს გიორგი ტერიშვილი რომელიც არის ახლა დაჭერილი მე როგორ გავჩერდები სუდადიო და ხო აქციებზე და დაქოქა მანქანა აიღო დროშები და წამოვიდა რას მიქვია ჩემი ძმის სისხლით მოპოვებულ თავისუფლებას ეს იადვილად მიერ დავთმობდა მე რუსეთში არ გავატან არავისო და აი ესე აქციებზე დააფიქსირეს რომ დადიოდა ხომე იყო დაფიქსირებული და 6 დეკემბერს 24 წლის 6 დეკემბერს სახლში მოაკითხეს და სახლიდან წაიყვანეს ყველას უნდა მივაწვდინოთ ჩვენი ხმა ჩვენი სამშობლოს მოყვარული ბიჭები რო ყავთ გამოკეტილები უდანაშაულოდ მეორე 2 წელიწადი გახდება უკვე გაიხარეთ დიდი მადლობა ასეთი კარგი შეხვედრისთვის თუ სურვილი გაქვთ რომ იმათი გამოგზავნილი წერილები ციხიდან გაეცანით წაიკითხეთ მიხვდებით როგორი კარგი ბიჭები არიან დაჭეrilები სამშობლოს სიყვარულისთვის ისჯებიან ეს ბიჭები წავა ჩემი შვილის საფლავზე ვიტირებ მოვიოხებ გულს იმას ვიზავ მაგრამ რა გიორგის გულისვისად ერთი გოგოც მყავს. აი როგორ გავჩერდე მე დედას, რომელსაც ამხელა სიმწარე მაქვს გამოვლილი და რომელსაც მეორე შვილიც ესეთი პატიმარი ყავს. რა გამაჩერებ? მაგარი ხალი ყოფილიყარ თქვენ 11 შვილი ჯერ გაჩედა. მერე გაზდა, აღზრდა. შვილები რამდენი ყავს? 30 შვილი ყავს და 33 შვილთან. რა არიან ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ იციან, რომ ამ ქვეყანაში ასეთი უდანაშაულო ახალგაზრდები არიან ციხეში. ზოგიერთმა მათგანმა კი იცის არასწორად ეს ყველაფერი და მხოლოდ პროპაგანდისტული მედიიდან ან სხვა საკომუნიკაციო არხებიდან მიღებული ინფორმაცია აქვს გამჯდარი გონებაში. მასპინძელა! ციხის შიგნით და კედლებს მიღმა თუ ჩვენი სინდისის პატიმრები, პოლიტპატიმრები არიან მთავარი მებრძოლები, რომლებსაც ისტორიული ბრძოლა აქვთ მართლაც და მადლობა ეკუთვნით ყველა ჩვენგანისგან, გარეთ უკვე მათი მშობლები და ოჯახის წევრები იბრძვიან. რამდენი სინდისის პატიმრების მშობლებმა იარეს მთელი ამ 1 წლის განმავლობაში 1000-ობით კილომეტრი. ალბათ არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს ან არც ერთ საპროტესტო ჯგუფს ერთად აღებულს არ უვლია. ხო არ დავიღალეთ. არა გოგო არა რო არა მაქვს მე მაშია თავისუფლება. ჩვენი შვილების თავისუფლებას ვიპოვით აქ. თუმცა ამ გამოსვლასაც ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია და ბათუმისკენ მომავალი მატარებელი დათქმულ დროზე 20 წუთით გვიან გავიდა. მხოლოდ იმიტომ, რომ რკინიგზის თანამშრომლებმა გადაწყვიტეს დიდი ალბათობით შიშის გამო, რომ მათთვის ვიღაცა შენიშვნა არ მიეცა, პრევენციულად დარეკეს
პატრულში და ერთგვარი პასუხისმგებლობა გადაიტანეს პოლიციელებზე. მიზეზი კი გახდათ ის, რომ მშობლებს ეცვათ მაისურები, ზოგიერთ მათგანს კი გულზე თავისი შვილის და რომელიმე სინდისის პატიმრის ბანერი ჰქონდა გამოსახული ფოტო თავისუფლება სინდისის პატიმრებს წარწერით და ძალიან კომიკური სანახაობა შეიქმნა, რომ არ ვთქვათ ამის ტრაგიკულ მხარეზეც რომ არ ვისაუბროთ. კომიკური იმიტომ, რომ ანუ თითქოს იქ მოითხოვდნენ ეს ადამიანები, რომ მშობლებს ეს ბანერები არ ჰქონოდათ და ანუ რა მაისურებით გავიხადოთო, მშობლებმა უპასუხეს. აი მამა რო იყოს, ამას გავაკეთებით, მაგრამ არ არის. მამა რო იყოს, ახლა ასე იქნებოდა, მაგრამ მამა არ არის. მამა იქნებოდა ყოველდღე მწვადებში ვწვავდი. ხო. კიდე ერთად რა ვიცი გავისეირნებდით. ან ზღვაზე წავიდეთ ყველანი ერთად. არიან კატეგორია ადამიანების, რომლებიც არიან ჩვეულებრივად არ მოწონთ ეს მთავრობა ძალიან ბევრი წელია. მაგრამ ისინიც არ მეკარებიან. არ უნდათ პრობლემები რაღაცა, კერძო ბიზნესი აქვს რაღაცა და ჩემთან კონტაქტს ერიდება ძალიან ბევრი ადამიანი. გარკვეული წრე ყავდა ადამიანების და ჩემი ქმარი რომ დააპატიმრეს იმ ოჯახს, სადაც ჩემ ქმარს მოუწია ცოტა ხშირად მისვლა ოჯახში. ნათესავია. წაუყვანიათ განყოფილებაში ჩემ მეუღლის დაპატიმრების შემდეგ. ცოლი ცალკე, ქმარი ცალკე რაღაცა. ჩემი ბიძაშვილი იყო ჩემთან მოსული და ბიძამ აი იმ დღეს, როდესაც ჩემი ქმარი დააპატიმრეს და ჩემ ბიძაშვილსაც კი შეუქმნეს პრობლემები და აი ვაშლი ჩამოვიტანა ერგნეთიდან და ვთხოვე მეთქი ჩამოდი და გაგატანოთქო და არ მოვიდა. აი სოფელში 10 ქალი ერთად მოდის და უშვათ ხო რაღაცა პალაშვიძე მიდიოდნენ იმ დღეს ვერავინ ვერ იკითხა ვეფხია როგორ არის გამარჯობა მიესალმე ყოს ღმერთმა მშვიდობა მოგცეს და ყველა 9 ქალმა კიდე იმის მერე ღმერთმა მშვიდობა მოგცეს მშვიდობა მოგცეს ღმერთმა პირიქით მათ შეატრიალა ვეფხო როგორ არიან რაღაცა ყველა ახლობელია არა ვიღაცა რეკავს ჩემ დასთან მაგალითად რომ მომიკითხოს აი ჩემი ახლობლები აი არ გვინდაო ეს რაღაცა ну მუშაობენ სამთავრობო რაღაც სექტორში და რეკავენ ჩემ დასთან ასე რომ აი როგორ არის ელენე რაღაცა ჩემთან არა რომ პრობლემები არ უნდათ ცოტა გავიშალოთ ცოტა გავიშალოთ კარგია აი რა კარგია მე ვერ ხედავ მომავალს ესე იგი რაღაცა ჯარიმა ის დამაკისრეს ახლა რაღაც 16050 ლარი დამიყა დაღეს ყველაფერი ჩვენი ერთ დღეს და რა ვიცი აი რა საზოგადოება არის სადაც ტროტუარზე დგომისთვის ახლა ჯარიმა მოგდის და აი მე რატო იქიდექი დიახ ვიდექი რატო რა გამაჩერებს სახში სადაც შეიძლება რაღაცა დაანახო ადამიანს რომ აპროტესტებ იქ უნდა დავდგე რა თქმა უნდა ხო არ დავჯდები დივანზე და დავლევ ყავას ფეხი გადადებულა დოსეგარი რა თქმა უნდა ვიდექი და ვიდგები კიდევაც ახლა რა გამაჩერებს ახლა უსამართლობა ასეთი ქვეყანაში და რას უნდა შეეგო არ ვიცი შეუძლებელია თავისუფლება რეჟიმის ხوارს თავისუფლება თავისუფლება ვერ გავჩერდები იმიტომ რომ შეუძლებელია ან უნდა ქვეყანა დატოვო ან უნდა გააგრძელო ბრძოლა იმიტომ რომ აზრი არ აქვს სიმყაყეში ძალიან მოპატიებ და ამ ჭაობში შეუძლებელია სამი შვილი მყავს აქ და მომავალზე უნდა ვიფიქროთ ყველა ჩვენი შვილების და ჩვენ მომავალზედაც ახლა ჩვენ ვართ შეუძლებელია უსამართლო ქვეყანაში გააგრძელო ცხოვრება ბედნიერად დივანზე ჯდომით რა ვიცი ვერ წარმომიდგენია ბრუნდებით პირდაპირ ეთერში სინდისის პატიმრების თემით. დღეს მთელი ამ ტურნესგან განსხვავებული და ასევე მნიშვნელოვანი აქცია მიმდინარეობს. კაფე საუბარში სინდისის პატიმრების ნივთების გამოფენაა. ჩვენ კი რამდენიმე პატიმრის ოჯახის წევრებს მასპინძლობთ. საბას ხვიტარიძის დედა ელენე ახობაძე, ირაკლი ქერაშვილის და ქეთუნა ქერაშვილი, გიორგი ოკმელაშვილის მეუღლე თამთა ჩხეიძე და ინგა ესვანჯია გურამ მირცხულავას დედა არიან ჩვენი სტუმრები. ოთხივეს მინდა პირველ რიგში ვკითხოთ, თქვენი
პატიმრების ამბავი, ბოლო ამბები რა იცით, რა შეგიძლიათ რომ უთხრათ საზოგადოებას. ძალიან ემოციურია დღეს ჩემთვის თქვენი აქ ყოფნა და ძალიან ემოციური იყო პირველ რიგში ქეთუნა ქერაშვილმა გადმოუცა ახლა ირაკლის მიერ ჩვენთვის გამზადებული წერილი ღია სივრცის გუნდს. უღრმესი მადლობა ირაკლი. მე ახლა დროს აღარ წავართ მე მაყურებელს და პირდაპირ მინდა რომ მოусმინოთ იმ ადამიანებს რომლებიც წავიკითხოთ კი ბატონო მე პროდიუსერთან რადგან მივიღე პროდიუსერისგან ბრძანება რომ წავიკითხო სასწრაფოდ ეს წერილი იმიტომ რომ მე მეგონა დროს წავიღებდი თხოვნა რა თქმა უნდა თხოვნა და ამიტომ მე წავიკითხავ ამ წერილს მოგესალმებით გადაცემა ღია სივრცის გუნდს მინდა მადლობა გითხრათ ჭეშმარიტად სახალხო გადაცემის კეთებისთვის როდესაც მთა და ხევი მენატრება ვიცი რომ შაბათ საღამოს უნდა დაველოდო ასევე მთის ამბებსა და პირადად გელამთილიშვილს მადლობა და დიდი პატივისცემა ის საქმე რასაც მთასა და მის მოსახლეობას უკეთებთ შეუფასებელია მინდა მიულოცო ახალი წელი და შობა მთის მარტოკაცებს გისურვებთ ჯანმრთელობას და თქვენი ლამაზი სოფლების დემოგრაფიულ ზრდას უთქვენოთ დავკარგავთ განცდს თქვენი ულამაზესი სოფლების სახით პატივისცემით რეჟიმის პატიმარი ირაკლი ქერაშვილი მოხევე კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ამ წერილისთვის და მე მინდა იცოდეთ რომ აბსოლუტურად ყველა ის ადამიანი რომელიც ახლა არის სინდისის პატიმარი და მე ყველა ადამიანს რომლებიც უსამართლოდ არიან ამ წუთას ციხეში სინდისის პატიმრებად მოიხსენიებ და მიიღეთ ჩვენი უდიდესი სიყვარული პატივისცემა მხარდაჭერა და გვიგულეთ თქვენ გვერდით და მე ველოდები იმ დროს როდესაც თქვენ იქნებით უკვე ჩვენი გადაცემის სტუმრები და მოგვიყვებით ამბებს თუმცა მანამდე ელენესთან გადავდივარ შეკითხვით როგორ არიან ბიჭები მოგესალმებით ჩემი შვილი პირადად არის ძალიან მხნეთ ძალიან ძლიერად და არ გრძნობს თავს ტყვეობაში და ასევე რა აძლევს ამის ძალას ელენე ძალიან რთულია სიმართლე რომ იცის რომ მართალია და თავისუფლებას ვერავინ ვერ წაგართმევს ვერ ცოცხი კედელი და ვერაფერი და ასევე რომ მშობლებისგან და დებისგან მეუღლებისგან ვიცი ჩვენი ბიჭები და გოგოები ყველა ძალიან მხნეთ არიან და მივესალმები სუპერას და ძალიან მიყვარს სუპერა იმედია ახლა ჩვენ გვიყურებთ. ახლა უკვე ყველაზე უნდა გადავიდეთ. ეს იყო ჩვენი პირველი შოკი. შეიძლება ამ დროს მერე ხო? ამ დრომდე მოხდა უკმელა და შემდეგ უკვე ამ დროს უკვე ამერია ეს სათვალავი და დროის თუმცა სხვათა შორის საოცრება ის არის რომ უკმელა ამ წუთას როგორც ერთი თავისუფალი ხელოვანი აგრძელებს ამ თავის ძალიან დიდ წარმატებებს თემ სოფლიოში ჩვენ ამ წარმატებებს ულოცავთ ყოველთვის ესე იგი გარედან და სულ ვეუბნებით რომ ძალიან დიდია მისი დამსახურება ამ გამარჯვებაში რომელიც ძალიან ბევრ ქვეყანაში უკვე მოიპოვა უკმელას შემოქმედებამ და არის თუ არა ეს მისთვის რაღაცა სიმხნევის ერთ-ერთი ყველაზე ესეთი მომენტი და სიამაყისაც მათ შორის რომ აი მიუხედავად ყველაფრისა მისი შემოქმედება დაფასებულია, მისი საქმე დაფასებულია. რა თქმა უნდა, ეს რომ არის აღიარებული და ციხეში სიგელებს იღებენ ჩვენი პატიმრები, ასევე მზიაც ასევე ჩვენი ამაღლობელი კი ბატონო სიგელებს იღებენ და იმ ხელა ჯილდოებს იღებენ, რომ მართლა წარმოუდგენელია ეს ჩვენ ქვეყანაში ესეთი პატიმრები რო გყოს. ხნედ არის და მართლა ისაძლიერებს რომ არის მართალი და ყოველთვის ახსოვს ხალხს ეს ძალიან მნიშვნელოვანია როდესაც მხარდამჭერა გაქვს უცხო ხალხისგანაც და თავისთავად ნაცნობი ადამიანებისგანაც მე მაინტერესებს ბავშვების დამოკიდებულება გუშინ ვახოსანაია რომ აიყვანეს მისმა მეუღლემ დადო შემდეგ სანის დიალოგი დედასთან და იქ ფეხბურთს ითამაშებს რომ მამა შეძლებს იქ ფეხბურთს თამაშო და აი პირველი ასე ძალიან მომიჭირა გულში ვიფიქრე რომ ალბათ ბავშვებისთვის ეს არის განსაკუთრებულად მძიმე ძალიან ამბავი და შეგვიძლია აი ორი სიტყვით მაინც რასაკეთებთ იმისთვის რომ აი ბავშვებისთვის ეს იყოს ნაკლებად შემაწუხებელი როგორ თქვა შეუძლებელია ეს იყოს შემაწუხებელი მაგრამ ვირებელი ვთქვათ ხო ანუ აი ოკმალა რო დაიჭერეს ნიკოლა იყო 3 წლის და აი ხა უკვე 5 წლის არის და 6-ის ხდება წელს უკვე სკოლაში შედის სექტემბერში და ანუ მთელი ეს პერიოდი
ჯერ 3 წლის იყო, ცოტა ძნელი იყო მისთვის აღქმა, რომ მამა წავიდა, რაღაცა მიტოვების ის ქონდა შეგრძნება და ახალ წელს ძალიან ელოდებოდა და რო არ მოვიდა ახალ წელს მთელი იანვრის თვე როცა რეკავდა ხოლმე ტელეფონზე არ ელაპარაკებოდა რაღაცნაირად გაბუტული იყო მაგრამ გამოხატა კი გაბრაზება გამოხატა საერთოდ არ პასუხობდა ანუ არ უნდა დასაუბარი და მე ნელ-ნელა აი ამ ლაპარაკში და რომ მიუსაჯეს უკვე და რომ შეგვეძლო რომ 1 საათიან პაემანზე უკვე შემეყვანა ბავშვი და რაღაცა კონტაქტი რო ქონდათ მე უკვე სხვანაირად აღიქვა და მე უკვე ქონდათ ის სიმჭიდროვე და ის კონტაქტი დაუბრუნდა ესე რომ ვთქვა მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ მოვა უსათუოდ ის დრო როდესაც ეს პერიოდი ამ პერიოდს აღარც გავიხსენებთ და ბავშვები მართლაც იამაყებენ თავის არაჩვეულებრივი მშობლებით ინგა თქვენც შეგიძლიათ აი ახლა ალბათ ბიჭები გიყურებენ არ ვიცი ხო შეიძლება ალბათ ხო რომ ახლა ჩართული კონდექსტი აუცილებლად უყურებენ მით უმეტეს უნდა მოგცეთ შანსი რომ ილაპარაკოთ აი ახლა როგორ არიან ბიჭები მე სულ მაქვს ეს მომენტი რომ აი რას განიცდიან როგორ ეგუებიან ამ მდგომარეობას ახალგაზრდა ადამიანები არიან უამრავი იდეა აქვს უამრავი სურვილი და რაღაც აი მიზანი ცხოვრებაში ხო და აი ახლა ყველაზე ისეთ ასაკში ამ ადამიანებს უწევთ ახლა ესეთი იზოლირება სამყაროს ეს ალბათ ძალიან რთულია, ალბათ არა, ძალიან რთულია. ინგა, რა შეგიძლიათ რომ თქვენც გითხრათ? ერთი იმას აღნიშნავდი, რასაც აბსოლუტურად ყველა პატიმრის ოჯახის წევრი აღნიშნავს, რომ მართლა სიმხნევე არ აკლიათ. ყველა ძალიან მხნეთ არის. გარდა ამისა, აქტიურად, ну, რამდენადაც ციხიდან არის შესაძლებელი, ჩართულები არიან იმდინარე პროცესებში მათი მხრიდან ძალიან დიდი არის ყველაფრის მიმართ ინტერესი ცდილობენ რომ ობიექტური ინფორმაცია მიიღონ და სხვა შორის მათი ფავორიტი არხი ფორმულა მართლა კი ну შეიძლება სხვისთვის არა მაგრამ ну მე ჩემი გასაგებია ყოველთვის გადმოსახედიდან რაც შეეხება იცით როდესაც ადამიანი მართალია და როდესაც მას აქვს იდეა ოღონდ ისეთი იდეა რაც მის ქვეყანას ეხება რაც მომავალს ეხება იმ ადამიანისთვის ფიქრობ ყველანაირი რეპრესია შედარებით უფრო ადვილია სატანია ვიდრე ჩვეულებრივი ობივატელისთვის ამიტომ ხნეთ არიან ამას იღებს როგორც საარჩევნოს, რომელიც თავისი სამშობლოსთვის უნდა გაიაროს რაღაც. ეს არის გამოცდა, ერთგვარი გამოცდილებაც ვიტყოდი და ამას ღებულობენ ისე, როგორც უნდა მიიღონ ჩემი და თქვენთვის რა არის ეს რა გამოცდილება? ეს მე სულ მეფიქრება თქვენზე, სულ ფიქრობ აი ბავშვებზე, თქვენზე, დედებზე, აი თქვენ რით იმშვიდებთ თავს თქვენ როგორ ახერხებთ რომ აი იყოთ აი ესე მედგრად ერთად რა ვიცი აი ეს ერთად ყოფნა რამდენად თქვათ სხვათა შორის ერთად ყოფნას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ну რაღაც გარკვეული ოჯახური პრობლემების გამო მე გვიან შევუერთდი მათ არ დამავიწყდება ну უბრალოდ ჭირისუფალი ვიყავი მეუღლე რო გარდაიცვალა და შემოვიდა სრულად უცხო ქალბატონი სამციმარზე და დამიჯდა გვერდზე და მითხრა რომ მე ვარ ელენე ხუნდაძე ირაკლი მიმინოშვილის დედა შენ არ ხარ მარტო ნუ გეშინია ჩვენ შენ გვერდზე ვიქნებით აი ეს სიტყვები ცხოვრებაში არ დამავიწყდება და აი მაშინ მივხვდი რომ ეს აი მართლა მარტო არ ვიყავი და რაღაცნაირად მხრებში გავიშალე თითქოს ახლა მნიშვნელობა აქვს თანადგომის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ძალიან დიდი ქეთუნა არასდროს დავივიწყებ ამ წერილს არასდროს დავივიწყებ იმიტომ რომ აი
ეხლა ეს ჩემთვის არის არ ვიცი რა მხელა ჰაერი იმისთვის რომ ჩვენთვის ვთქვათ ხო ბუნებრივია ის რაც ეხლა ხდება ეს არის თქვენთვის მძიმე ეს არის ჩვენთვის გაცილებით უფრო მძიმე იმიტომ რომ ჩვენც გვინდა რაღაცა როგორ თქვა აი უფრო მეტი მონაწილეობა მივიღოთ რაღაცეებში და გონია რომ ჩვენ როცა გარეთ ვართ იცი კიდე უფრო მეტად რაღაც აი სუის მომენტი მაქვს რომ რაღაცა ხوار დავაკელი ისეთი რომ ახალგაზრდები დაიჭირეს და ჩვენ აი ხლა მსხედვართ აი აქ სტუდიაში ვლაპარაკობთ და ამასობაში ახალგაზრდები არიან ნაცვლად ციხეში და ეს არის აი ხანდახან ჩემთვის ძალიან მძიმედ გადასატანი არ ვიცი ან ყველა სიტყვა ყველა გადაცემა ეძღვნებათ მათ რა თქმა უნდა მათ სწრაფ განთავისუფლებას ჩვენი ქვეყნის სწრაფ განთავისუფლებას და ამით ვიშვიდებთ ალბათ თავს ხო პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენ თვითონ ჟურნალისტს რომელთა თანადგომასაც და რომელთა მხარდაჭერასაც პირველი დღიდან უგრძნობდით და დღემდე გრძელდება ეს არც ერთი წამით არ განელებულა ასე რომ ვთქვათ ასე რომ ჩვენი ამ ხნეობის ძალიან დიდი შემადგენლობის ნაწილი ხართ თქვენ ჟურნალისტები რომლებიც მართლა სასამართლოებზე როგორც ჩვენ დავდიოდით ისე დადიოდით თქვენც ყოველთვის და ეს იმხელა გარდა იმისა რომ ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვდგავართ თქვენი თანადგომა ეს იმხელა რამეს ნიშნავს რომ მხოლოდ ჩვენ აი ამ ჩვენ სათქმელს რა თქმა უნდა საზოგადოებას ვერ მივაწვდენდით და ის დაფარვა რა თქმა უნდა ვერ გვექნებოდა თქვენი აი ამ ხელა 8 წლის გარეშე და მე ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ და მე ყოველთვის ძალიან ვსარგებლობ ხოლმე ყოველთვის ეთერით და ყოველთვის ვუხდი ძალიან დიდი მადლობას ღირსეულ ჟურნალისტებს იმიტომ რომ სამწუხაროდ ბოლო პერიოდმა გვაჩვენა რომ ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი უღირსი ჟურნალისტიც არის არა მხოლოდ ჟურნალისტი არამედ სხვა პროფესიის წარმომადგენლებიც მომიტევეთ ცოტა შეიძლება რადიკალური ვარ მაგრამ სიმართლე არის ეს და ჩვენ ყოველთვის ვიძახით ყველგან სიმართლის. ხო, ჩვენთვის ძალიან როგორ გითხრათ, საყრდენი არის ძალიან დიდი ერთმანეთის თანადგომა და რაღაცნაირად აი ამ ერთიანობით ვუნარჩუნებთ ბიჭებსაც იმის განცდას და იმ როგორ გითხრათ შემართებას ხშირ შემთხვევაში პირიქით არის ხოლმე თვითონ უფრო ისეთი მათი ეს შემართება და მხნობა ჩვენ გვაძლიერებს, მაგრამ ჩვენი მხრიდან რაც შეგვიძლია ხოლმე, აი როგორც ინგამ თქვა, ყოველთვის ვცდილობთ რომ ყოველთვის იყვნენ საქმის კურსში რა ხდება, როგორ ხდება, რანაირად ხდება, იმიტომ რომ 4 კედელი არ ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანებმა თავისუფლება დაკარგეს. მე ასეთი თავისუფალი ადამიანი მართლა არ მინახავს, ზოგჯერ მგონია, რომ ჩვენ უფრო შეზღუდულები ვართ თქო რაღაც მხრივ, ვიდრე ეს ადამიანები, იმიტომ რომ იმდენად ფართო თვალსაჩინო აქვს და იმდენად, როგორ გითხრათ, მასშტაბურად უყურებენ ყველაფერს, თუნდაც მიმდინარე მოვლენებს არ მხოლოდ ჩვენ ქვეყანაში, არამედ გეოპოლიტიკურ მდგომარეობასაც. ხო, ხა ვიცით, რომ საქართველოს რაც არ უნდა ვეცადოთ, გვინდა არ გვინდა, არის ეს ხიდები გადებული ჩვენ გარშემო არსებულ მოვლენებზე და ძალიან ნაცვლად და ძალიან ესე საინტერესოდ როგორ გითხრათ არჩევენ ამ ყველაფერს და ძალიან კარგად იციან რისთვის იბრძვიან, რისთვის იბრძოდნენ და რისთვის გააგრძელებენ ბრძოლას. სხვათა შორის აი ხა ზუსტად აი რასაც ამბობდი, ქეთუნა ზუსტად აი ეს მინდა გავაგრძელოთ პასაჟი. საოცრება რა არის, იცი რომ აი ეხლა რომ ვაკვირდებით ამ ოქროს ადამიანებს ყველამ ძალიან მნიშვნელოვანი გამოსავალი ნახა თავისთვისაც იმ მდგომარეობაში მიუხედავად იმისა რომ სიმართლე მართლა ძალიან დიდი ძალაა და ეს საკუთარ ზოგზეც მაქვს გადატანილი არაერთხელ ცხოვრებაში და ამიტომ ეს ვიცი რა არის აი გურიმაც რაღაცა წერა დაიწყო წიგნის რამდენადაც ვიცი ხო ანუ ეს არის რაღაცა თვითგამოხატვის ფორმა მოძებნეს ადამიანებმა რაც ეხმარება ერთი მხრივ იმაში რომ კი 4 კედელია თუმცა 4 კედელში ბევრი კარგი რაღაცა შეიძლება გააკეთო ადამიანმა ეს არის შეიძლება განვითარდე გაიზარდო მონახო საერთოდ ახალი საქმე შენთვის და სხვა რაღაცები აღმოაჩინო საკუთარ თავში ის რაზეც ადრე არ გიფიქრია იმიტომ რომ პირიქით ძალიან გაფანტული იყავი სივრცეში აი ეს რამდენად იკითხება ახლა და რომ მიდიხართ და ნახულობთ როგორები ხვდებიან ეს ადამიანები რა ცვლილებებს ატყობთ ხოლმე იცით მართალი გითხრათ ნერვიულობდი იმაზე, რომ ნუ ციხემ შეიძლება ადამიანის შეცვალოს, დეპრესიული იყოს, არა, აბსოლუტურად იგივეა, როგორიც თავისუფალი იყო. ციხეში, ციხის რაც შეეხება, აი გაჩნია, როგორ შეხედავ შენს პატიმრობას. აი მართლა სწორად უყურებენ ისინი აი ამ უსამართლობას, იტანენ ყველაფერს და საქმიანობენ, რა თქმა უნდა, ბევრს კითხულობენ, აქვთ იმისი საშუალება, რომ აი მაგალითად თანაკამერლებს
თანაკამერლები ვინც არიან, რომ ერთმანეთთან ისაუბრონ, განიხილავენ და დროც გადის ამაში. შეიძლება სრულიად ახალი რაღაცის შესწავლა მოინდომოს ვინმემ და არის ესეთი შემთხვევებიც. საინტერესო, აი ძალიან ვისურვებდი ვთქვათ, ქონოდა შესაძლებლობა შესვლის ამ ადამიანებთან და მათთან ინტერვიუს ჩაწერის ზუსტად იმ სივრცეში, სადაც ახლა არიან. აი რატომ არ უნდა იყოს პრინციპში 21 საუკუნეში ამის საშუალება? რა მე მაქვს ერთი მაშინ საზოგადოებრივ მაუწყებელზე მუშაობდი, როცა მოგვეცა საშუალება ერთი პატივარი გადაგვეღო, როდესაც ის მუსიკის წერა დაიწყო ციხეში და მიაღწია იმას, რომ მან ესეთი მუსიკალური ინსტრუმენტი, ელექტრომუსიკალური ინსტრუმენტი მოიპოვა და იქ დაიწყო საოცარი მისი შემოქმედებითი აღმასვლა, შეიძლება ასე ითქვას. ეხლა ის უკვე თავისუფლებაზეა და გაცილებით უფრო მეტ და საინტერესო საქმეს აკეთებს, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა, ყველაფერს აქვს თავისი პლუსებიც და მინუსებიც. ეხლა კი საუბრობთ აქ, რომ თითქოს რაღაცა ყველაფერი კარგად არის, კარგად არიან, დროც გადის, რაღაცას იმაშობიან, მაგრამ მათთვის ეს მარტივი ნამდვილად არ არის. მარტივი არ არის ეს ყველაფერი, რომ ესეთი ადამიანები, ვინც ეხლა ციხეში ყავს, რომ იყვნენ 4 კედელში გამოკეტილები, ტყვილა უბრალოდ. რაღაცა მხოლოდ ის, რომ უსამართლობას ვებრძვით და უსამართლობისკენ ელემენტარულად ღირსებას ვიცავთ. ღირსებას იცავენ თავიანთ თავისას და კონსტიტუციას იცავენ, რაც ყველაზე ანუ ეს აქვთ, ანუ ამის ბრძოლის უნარიანობა აქვს და ყველა ადამიანს, ყველა ნორმალურ ადამიანს, ვისაც ცხოვრების გაგრძელება უნდა და ვისაც შეგნება აქვს იმისი, რომ ხო, რომ რაღაცნაირად ის ყველაფერი, რა სიტუაციაც აქვს, რომ რაღაცნაირად თვით გადარჩენის ინსტინქტით იმოძრაოს და იხმძღვანელოს და რაღაცებს ცდილობენ, იმიტომ რომ ეხლა ყველა ადამიანს შეიძლება არ ქონდეს ეგ პრინციპი და რაღაცა სხვა ის ქონდეს და ამათ ცოტა სხვანაირად აქვთ და თან კიდევ პლუს ის რომ ბრძოლის განწყობაც არის და თვითგადარჩენის ინსტინქტი, რომელიც ძალიან ძლიერია თავისთავად. ყველა ადამიანში არის ეს და ამიტომ ესე. ელენე თავარი ამბავი, რაზედაც ახლა ძალიან გვინდა რომ ვისაუბროთ, ეს არის შტაბ-ჭრილებები რეგიონებში სიარულის. მე მაინტერესებს, აი რამდენ რეგიონში იყავით, როგორ ხვდებიან ადამიანები, აი რა შტაბ-ჭრილებებით მოდიხართ იქ და რა იყო თქვენთვის მოულოდნელი და რას ელოდით? ჩვენ ვიყავით მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც ეს დავიწყეთ ფაქტიურად 45 გასვლა გქონდა. ნუ ზოგჯერ დაემთხვა, რომ რამოდენიმეჯერ გამეორებითად ვიყავით ზოგიერთ რეგიონებში. და ფაქტიურად სიმართლე რომ გითხრათ, უფრო მოველოდი, უფრო მეტ ნეგატივს, ვიდრე ესე დახვედრას საკმაოდ კარგად დაგვხვდნენ. ანუ პროპაგანდის მუშაობის შედეგი უფრო მძიმე გეგონათ. კი, ნამდვილად უფრო მეტ და ცოტა ვშიშობდით კიდევაც, რომ არ მოვიტყუოთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საკმაოდ კარგად შეგვხვდნენ და მიგვიღეს. ნუ ეხა იქ იყო კიდე რაღაც პატარ-პატარა ინციდენტები, ეხა ეს ხალისით და ტაშისკვრით არ ყოფილა მაინდა-მაინც სრულად მიღება, მაგრამ ნუ ეხა სამუშაო პროცესში რაღაცები ხდება ხოლმე. 1-2 იყო, რომ ცოტა აგრესიულად იყო და ჰქონდათ იმის პრეტენზია, რომ ჩვენმა შვილებმა თურმე მთავრობის სახლი დაწვეს მაგალითად. მე აუხსენეთ და უთხარით, რომ მაშინ გითხარით ის გადაცემა ან რამე მაგალითი, სადაც იწვის ეს მთავრობის სახლი. ხო, ნუ მე უკვე ძალიან მასაკნეს დაიხია უკან სიმართლე. პროვოცირებული ხო არის ყოველ ზოგან ხო, ნუ ეხა თავისთავად იყო ეგეც. დანარჩენი ეხა სიმართლე რო გითხრათ მეტი შემთხვევა არ ყოფილა პირიქით. ხალხმა მიგვიღო ძალიან დიდი სიყვარულით რეგიონებში
უბრალოდ ეს არის რომ ხალხი იმდენად არის ჩართული ამ თავის შრომაში და გაჭირვებაში რომ რაღაცა ლუკმას ფული იშოვოს დიდად არ არიან დაინტერესებული ზოგიერთი არის რომ საერთოდ არა აქვს Facebook-ი და ფაქტია რომ ზოგიერთი ტელევიზორს საერთოდ არ უყურებს ზოგიერთი საერთოდ ეს ანუ ელენე ფორმულას და ტელევიზორს საერთოდ არ იცოდეს საერთოდ რომ არსებობენ იყო ეგეთი ხალხი სხვათა შორის რომ საერთოდ არ იცოდნენ და ჩვენგან გაიგეს არ ვიცი ხა ითამაშეს ვერ ვიტყვი იმიტომ რომ იმდენად გაუკვირდათ იყო ესეთი ხალხი შეგხვდა და ჩვენგან გაიგეს და ძალიან დიდი სიამოვნებით მოგვისმინეს ძალიან დიდი სიამოვნებით აიღეს სხვათა შორის გაზეთები და პირიქით რომ გადახედეს მე გასასვლელშიც კი დაგხვდნენ და გვითხრეს რომ ეს რა ხდება თურმე არიან ხალხი ძალიან ბევრია ეგეთი რეგიონებში იმიტომ რომ ჩვენ ფაქტიურად ეს ოპოზიციური არხები ყველგან არაჩვენებს მე ესეთი შტაბეჭდილობა დამჭა და საზმაო კიდევ ჩვენზე არაფერს არ ამბობს და არ ლაპარაკობს ფაქტია. აი, ეხლა ზუსტად მინდა მივიდეს საზმაოს პროტესტამდე, ბოლო პროტესტს გულისხმობ, ზუსტად მოითხოვეთ, რომ მოეცათ თქვენთვის საეთერო დრო. როგორ განვითარდა მათ მოვლენები, წამოვიდნენ თუ არა რაიმე შემთხვევით წინადადებაზე, ვინმე შეგხვდათ საერთოდ? არავინ არ შეხვედრია, მაშინაც სიმართლე რო გითხრათ, საერთოდ არ გამოგვხმაურებია არავინ. ჩვენ შარშან ამ დროს თუ გაზაფხულის პირზე, მაშინ წერილობითაც მივმართეთ ჩვენ საზმაოს. კი მახსოვს. და დაგვტოვეს უყურადღებოთ და ეხლაც ანალოგიური დაგვტოვეს უყურადღებოთ. ერთადერთი რადიომ დაგვითმო ეთერი საზმაოსი და ვიყავით. მაშინ სხვა შორის საინტერესო რა იყო, იცით? მაშინ ესეთი რაღაცა გვითხრეს პირველად რო გქონდა მაშინ აქცია ჩვენ საკმაოდ დიდი აქცია იყო და საკმაოდ ბევრი ხალხიც იყო მაშინ მოსულები საზმაოსთან რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ქონდათ რაღაც სპეციფიური ფორმატი სადაც ორივე მხარე უნდა მჯდარიყო და ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვიძახდით რომ ჩვენ არასდროს არც ერთ მომენტში არ ქონია პრობლემა რომ დაუმჯდარიყავით ნებისმიერ ადამიანთან ჩვენ ოპონენტებად რომელსაც ჩვეულებრივ შეგვიძლია რომ ქონოდა საღი დიალოგი და დისკუსია, იმიტომ რომ 21 საუკუნეში საღი დიალოგი და დისკუსია და პოლემიკა, ხო და აი მაგას ჩემი შვილი რომელიც ნაწამებია და ერთადერთი ნაწამები პატიმარი ყავს და თვითონ არალეგიტიმურ მთავრობას აღიარებული ყავს ნაწამებად და ეს უბრალოდ გასულიც არ არის ეთერში. ერთი ინტერვიუც არ წაიღეს ჩემი. ეს გაეგო ვიღაცას, თუნდაც ოკმელას, რომ სახში შეუვარდნენ არაფრის გამო. გამაგებინეთ ეს საზმაოდან როდესმე ყოფილა, არ ყოფილა. ანუ ჩემს მიერ და ხალხის მიერ დაფინანსებული ხელფასებიდან და ტელევიზიით ყოფილა როდესმე რომ საზმაოდან რამე ხმა გამოსული ყოს, ეგეთი რამე არ ყოფილა. ამიტომ მივედით გამეორებითად. მაგრამ პირდები თუ არ ამას უყურადღებოდ დატოვებენ, ჯერჯერობით არ არის ერთი თვე გასული. აუცილებლად 24 საათიან აქციას აუცილებლად მოუწყობთ. ჩვენი ხმა უნდა გავიდეს და რეგიონებმაც უნდა გაიგოს და ყველამ უნდა გაიგოს რომ ჩვენი შვილები უდანაშაულოები არიან ერთადერთი რისი მოთხოვნაც გვაქვს რომ მოძალადე როგორც პროპაგანდა მუშაობს რომ ჩვენი შვილები და ჩვენი დები, ჩვენი ძმები არიან თურმე მოძალადეები და მთავრობის სახს წვავენ მთელი რუსთაველი დაწვეს აი ეს ხმა მინდა აუცილებლად გავაგებინო თუნდაც იმ გლეხს რომელიც დგას და ვერ ახერხებს იმას, რომ იმას კონდეს თქვა Facebook-ი, იმას კონდეს თუნდაც წვდომა სოციალურ ქსელთან. ოპოზიციურ არხებთან არ აქვს და საზმაოდან ეს აუცილებლად უნდა გავიდეს, რასაც უყურებს სრულიად საქართველო და ამაში
ჩვენი წვლილი დევს იმისი, რომ ეგენი იღებენ ხელფას და ეგენი ფინანსდებიან. საკმაოდ დიდი თანხით. კი, მაგიტომ ვამბობდი, რომ აი საზოგადოებამ უნდა იცოდეს ის მომენტი, რომ ჩვენ არასდროს არც ერთხელ არ გვითქვამს უარი და არ დაგვიხევია უკან არავის წინაშე ჯდომისგან არ თავი არ შეგვიკავებია, ჩვენი სიმართლე გვაქვს და ამ ჩვენ სიმართლეს ყოველთვის ვეცდებით, რომ დავანახოთ საზოგადოებას, იმ საზოგადოებას, რომელსაც არჯერად ან ვერ გაუგიათ ჯერ კიდევ რა მოხდა, რა არის, რანაირად არის და ამიტომ იყო რომ საზმაოსთან ეს აქცია, ორივე აქცია რაც ჩატარდა, ემსახურებოდა იმას, რომ იქიდან გამომდინარე, რომ აი როგორც ელენემაც ახსენა, რომ დაფარვა მაინც საკმაოდ დიდი აქვს საზოგადოებრივ აუწყებელს, აუცილებელი არის ის ფაქტი, რომ ამ ადამიანებმა რომლებიც ცხოვრობენ თუნდაც მაღალმთიან რეგიონებში, თუნდაც არ ვიცი, ნებისმიერ რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტი იქნება, ეს იქნება თუ რეგიონი იქნება, იცოდნენ საკუთარ ქვეყანაში რა ხდება, იმიტომ რომ გამორიცხულია, რომ ამ ადამიანებთან მივიდა რეალურად ეს რეჟიმი, იმიტომ რომ ქვეყანაში სადაც არ არის ნორმალურად განვითარებული სოფლის მეურნეობა, ყოველთვის იქნება კრიტიკული პრობლემა. ძალიან ბევრი მომხრე ყავს. არა, რა თქმა უნდა. ოპოზიციურად განწყობილი და თუნდაც სოფლებში, თუნდაც იქ კიდევ უფრო მეტად იგრძნობა ეს სიდუხჭირე რეალურად ვიდრე ქალაქში. კარგად შეხვდნენ და საკმაოდ აღფრთოვანებულები იყვნენ და ძალიან ბევრმა თვითონ გვიწნეს ყოველი ახსნის და მის გარეშე და სიხარულით დაიტოვეს ჩვენ მიწოდებული გაზეთები და ვკთხოვეს რომ აი თქვენი იმედი გვაქვს რომ თქვენ რადგან ესე არ ნებდებით მშობლები და პატიმრის ოჯახის წევრები ეს გვაძლევს ჩვენ იმედს რომ ყველაფერი ისე დამთავრდება როგორც ჭირდება ჩვენს ქვეყანას და ძალიან იმედიანად დაგვემშვიდობდნენ სხვათა შორის და ძალიან კმაყოფილები დარჩნენ რომ იცით რას გაუსვეს იმას გაუსვეს ხაზი რომ ანუ ხმა მოვიდა ჩვენამდე და რაღაცა დაფასებულად ჩათვალეს თავიანთი თავი რომ ესე იგი ისინიც იყვნენ ადამიანები რომლებიცაც ვეუბნებოდით რომ შენი ხმა თუნდაც შენი ბრძოლა გადამწყვეტია თუნდაც ერთი ადამიანი იყო და იგრძნეს რომ იყვნენ მოქალაქეები და ქონდათ უფლება ამისი. თავისთავად ცხადია. თუმცა საერთოდ საწინააღმდეგო სურათს ვაკვირდებით ახლა მე მაგალითად ბახოსანაიას და გიორგი ახობაძის დაკავება ახლა Facebook პოსტისთვის ეს არის ნუ აი არ ვიცი მართლა ვერ წარმომიდგენია სად რომელ ქვეყანაში ამ 21 საუკუნეში ხო რუსეთში ერთადერთი გამონაკლისი სადაც იგივე შეიძლებოდა მოხდარიყო აი ნამდვილად შოკში ვარ იმიტომ რომ აი ეს ბოლო 2 დღე აი რო ვფიქრობ რომ რაღაცა პროცესი შეიძლება იყოს გარდამტეხი უცებ ისეთი რაღაცა ხდება ეხლა დღეს კიდევ გიორგის დაკავება აი არ ვიცი მასლასადამდე მოსლას ვერ ვასწრებ თითქოს იმდენად ინფორმაციები ერთმანეთს რაღაცნაირად გადაფარავს ანუ ცდილობენ რომ დაგვავიწყონ გუშინდელი მომხდარი რაღაცა ტრაგედია დღეს სხვა ხდება ხვალ სხვა მოხდება ზეგ სხვა მოხდება და რაღაცა თითქოს ისე გამოიწვია ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ვცხოვრობთ ხო რა თქმა უნდა ეს ძალიან ისეთ მძიმე ტვინები მუშაობენ სულ ფიქრობ აი ვინ იგონებს აი ამას ყველაფერს ვინ წერს ამას ამ სცენარებს ნუ ვინ ახორციელებს ხედავთ იმიტომ რომ ძალიან მწუხვარ ისევ ქართველების ხელით ხდება ეს ყველაფერი თუმცა ფაქტი ერთია რომ ეს სადღაც არის კარგად დამუშავებული ცუდი სცენარი, რომელმაც რაღაცნაირად უნდა გაგვტეხოს, მაგრამ მე მაინც გონია, რომ ბოლო შედეგი ამას მაინც ექნება ძალიან კარგი, იმიტომ რომ არსებობენ თქვენნაირი დედები, არსებობენ ადამიანები, რომელსაც ესმით სრული სიმძიმე აი ამ მდგომარეობის და მოსალოდნელი შედეგით ძალიან თვალნათელია. ქეთუნა, ევროპარლამენტში გამოხვედით სპეციალური გამოსვლა ჰქონდათ მიმართეთ ევროპის პარლამენტის წევრებს და თქვენი შთაბეჭდილებები, როგორ რამდენად იყვნენ ისინი, თქვათ რამდენად ჩაწვდნენ არს მთლიანად, აი რა მდგომარეობაშია დღეს საქართველო, რომელიც პრინციპში კონსტიტუციაში ჩანაწერით თუ ვიმსჯელებთ, მთლიანად იყო მიმხრობილი იქითკენ, რომ თქვათ ევროპაში თავისი ადგილი, კუთვნილი ადგილი დაემკვიდრებინა.
იცით აი გამოყოფილი რა თქმა უნდა სპეციალური კომისია ევროპარლამენტში, რომელიც რა თქმა უნდა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აკვირდებიან და იმდენად დეტალურად იციან ბევრი რაღაც, რომ შეიძლება საქართველოში არ იცოდეს საქართველოს მოქალაქემ ამან ძალიან სასიამოვნოდ გაოცებული დარჩი ამ სიტუაციიდან გამომდინარე, მაგრამ იცით რა არის საქართველო და ქართველი ხალხი ზოგადად ხო ძალიან მებრძოლი ადამიანები ვართ და ამას ძალიან კარგად ხედავენ. მაგრამ თავარი რა არის იცით რომ იქიდანაც უნდა წამოვიდეს რა თქმა უნდა აი ის ძალა რა ძალაც მიდის აქედან ჩვენი ქვეყნიდან ჩვენი ხმა მიდის იქით მაგრამ იქიდანაც უნდა როგორ ვთქვათ შესაბამისი და ადეკვატური პასუხები უნდა გაეცეს ყველა იმ ადამიანს რომელთა შვილიშვილებიც დღეს საქართველოდან ევროპას და დასავლეთს ლანძღავენ მაგრამ ამ დროს თუ კი რაიმე ფინანსები აქვს და თუ კი რაიმე სიკეთა და რაიმე ბენეფიტი აქვს დასავლეთს ყველაფერს თვითონ იხვეჭენ. ძალიან დიდ თანადგომას და ძალიან დიდ როგორ ვთქვათ მხარდაჭერას უცხადებენ რა თქმა უნდა ევროპარლამენტის წევრები საქართველოს მოქალაქეებს და ქართულ მოსახლეობას, იმიტომ რომ იყო და ბოლო რამოდენიმე წელი არის მუსირებს ის აზრი რომ შეიძლება საქართველოს დაკარგოს ვიზა ლიბერალიზაცია და ჩვენ სიმართლე რომ გითხრათ მე ძალიან ბევრ შეხვედრაზე ვიყავი და თითოეულ ამ შეხვედრაზე ჩვენ ვცდილობთ ჩვენს მაქსიმუმს რომ ევროპარლამენტარებისთვის და ევროკომისისთვის გვეჩვენებინა ის და დაგვემტკიცებინა ის რომ ქართველი ხალხი იმსახურებს თავიანთ კუთვნილ ადგილს იმ სივრცეში რომელშიც ჯერჯერობით საქართველო არ არის, მაგრამ საქართველო აუცილებლად იქნება, იმიტომ რომ ის ბრძოლა და ის თავდადება, რასაც ქართველი ერი აჩვენებს სოფლიოს, ხო, ეს ძალიან იშვიათი არის, მით უმეტეს, როდესაც საუბარი პატარა ერებზე და ჩვენ გვინდა არ გვინდა პატარა ერის წარმოადგენები ვართ, მაგრამ ძალიან ძლიერი ერი ვართ და ძალიან როგორ გითხრათ, ძალიან რთულია ჩვენი ლოკაცია გვაქვს. აი ეს ალბათ გეოპოლიტიკური ძალიან მნიშვნელოვანი ლოკაცია გვაქვს. რა თქმა უნდა. ეს ერთი მხრივ წყემლაც არის ჩვენი, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენი სიძლიერეც. კი, მაგრამ მე გულწრფელად მჯერა, აი მართლა გულწრფელად მჯერა, რომ შეიძლება დღეს და ხვალ არა, მაგრამ ზეგ ერთ კვირაში, ერთ თვეში იმ როგორ გითხრათ, ყველაფერს აქვს რაღაცა თავისი კანონზომიერება და გამორიცხულია, რომ სადღაც აი ეს ბოროტება არ გაწყდეს და მე მართლა გულწრფელად მჯერა, რომ საქართველოს შევა ისტორიაში არა იმ ქვეყანად, რომელშიც დიქტატურა დამყარდა, არამედ შევა იმ ქვეყანად, რომელმაც დიქტატურას საბოლოოდ მიუხურა კარები და თავისუფლების და დემოკრატიის ნამდვილ როგორ გითხრათ ბურჯად იქცა ასე რომ ვთქვათ ასე რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ ძალიან მინდა ქეთუნების ხარდამყარება რომ ხარ თქვენ შენდათამთა ისეთ ასაკში ხართ რომ ამას აუცილებლად მოესწრებთ მაგრამ რაღაცა მეც მინდა რომ მოვესწრო ყველაფერს პირველ რიგში იმიტომ რომ დავიბრძოლოთ რომ თქვენ მოესწროთ იმიტომ რომ მე ნამდვილად მჯერა რომ თქვენი თაობა და ჩვენი უფროსი თაობა იმსახურებენ თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოში ცხოვრებას და იმ როგორ ვთქვათ იმ ასაკში ხნიერ ასაკს თუ შემდგომ აი საპენსიო ასაკს რომელშიც დაუშვათ ევროპაში არსებული პენსიონერები გადიან და ჩამოდიან ჩვენს ქვეყანაში ბედნიერად ტყვებიან თებით და ტყვებიან ჩვენი ულამაზესი ბუნებით მაგრამ ამ დროს საქართველოში ცხოვრები პენსიონერი წამალს ვერ ყიდულობს და ეს არის უდიდესი ტრაგედია ინგა სანამ დავასრულებთ გადაცემას მე მაინც მინდა რაღაცა თქვენი ოჯახის ისტორიიდან გამომდინარე აი ხედავთ რაღაც პარალელებს იმ პერიოდის საქართველოსა და ამ პერიოდის საქართველოს შორის როდესაც გახსენებაც კი ცუდად მე ხანდახან მაქვს ეს რაღაც გამეორების აი რაღაცა ესეთი ფიქრები რომ რაც ამიკითხავს წიგნში რაც მინახავს ფილმში აი რაღაცა იგივე ტიპის სურათებს ვაკვირდები დღეს საქართველოს დღევანდელ ისტორიაში გაქვთ ეს შეგრძნებები თქვა გიფიქრიათ ამაზე რა თქმა უნდა მაქვს იმიტომ რომ გური რომ გადავთვალე გამოდის რომ მეხუთე თაობა რომელიც ისევ და ისევ რუსთაველზე დგას და ისევ და ისევ რეპრესირებულია ეს არის კეთყვით მესამე სამი თაობა ციმეთ რეპრესირებული ეს იყო მამა ჩემის ბაბუა მამა და ეხლა გურიც კი ნუ ერთი სიამაყით შემიძლია განვაცხადო რომ
ორივე დამოუკიდებლობის დეკლარაციაში მიღებული აქვს მონაწილეობა, როგორც ჩემს დიდბაბუას, ასევე მამას. ამიტომ და ამ ყველაფერს ალბათ გური დაასვამს ბოლოს ხო ასე გვინდა ჩვენ ღმერთმაგნას რომ კიდევ მომავალი თაობა არ მოუხდეს ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის, თუმცა განსხვავებაც არსებობს, იმიტომ რომ აი მაშინ ეს ბრძოლა იყო როგორ გითხრათ, ეს იყო ბრძოლა დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი სტატუსისათვის. აი ეხლა ჩვენ გვქვია დამოუკიდებელი სახელმწიფო, მაგრამ აი ამ დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრება. ნუ სიტუაციაში არის განსხვავება და აი არ მახსოვს ვისი ნათქვამია, ბოდიშმოვიხდი. დამოუკიდებლობის მოპოვება ერთი საქმეა, მაგრამ შენარჩუნებასაც ბრძოლა ჭირდება. აი ჩვენი ბრძოლა დღეს აი ამ დამოუკიდებლობისთვის, დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის არის, იმ მომავლისთვის არის, რისთვისაც ჩვენმა წინაპრებმა იბრძოლეს. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. რა ვქნათ მინდა რომ რაღაცა აი დასრულებისკენ მივდივართ, თან ძალიან მენანება ის რომ უნდა დაგემშვიდობოთ ახლა, მაგრამ მოდით მაინც აი როგორ წარმოგიდგენია, აი რა იქნება უკვე აი როგორ დახვდება თქვათ საქართველოს უკვე გამოსულ ოკმელას და შეიძლება ძალიან მალეც მოხდეს. აი როგორ წარმოგიდგენია ეს მომენტი, როცა დასრულდება ეს ტანჯვა თქვათ ჩვენ ცხოვრებაში და როგორ შეხვდება ამას ოკმელა? აი როგორ წარმოგიდგენია? ანუ რამდენიმე ადამიანს 5 წელი აქვს მისჭილი და ეს დრო გადის თქვათ დაახლოებით 2029 წელს. ხო და მიმედი მაქვს რომ 2029 წელს არ დასრულდება ეს ყველაფერი და რაღაცა მოკლე მანძილში და მოკლე მომავალში იქნება ეს დიქტატურის დასრულება. მართლა ძალიან მძიმე და არ არის მარტივი რუსებთან ბრძოლა, იმიტომ რომ მართლა რაც მახსოვს, რაც წამიკითხავს და რაც მსმენია, სულ რუსების წინააღმდეგ და სულ რუსები არიან ჩვენი მოღალატე, მეგობარი, მეზობელი ერი. სხვა ერები ცოტა უფრო სიამაყით მაინც გვებრძოდნენ და რაღაცა ამ ბრძოლაში ხელს ჩამოგვართმევდნენ როგორც სამაგალითო მეომარს, მაგრამ რუსები ყოველთვის ისე იქცევიან, რომ არც ამაყები ვიყოთ. არც ისტორია გქონდეს ჩვენი შენარჩუნებული და არაფერი საერთოდ და ყველაფერს გვიშლიან. ანუ ელემენტარულად ქრისტიანობას და ეკლესიის კარებს რო ჩაგიკეტავენ და გადაგიღებავენ კედლებს, საერთოდ ყველაფერს გიშლიან და თან კიდევ პლუს გინტური რომ მოკლეს ადამიანი, რომელსაც ის კარები უნდა გაეღო, ხო? ანუ აი ესეთ ადამიანებთან და ესეთ ძალიან ცუდ იმპერიალისტი ერთან ბრძოლა ძალიან ძნელია. რა ვიცი, რაღაცნაირად უმკლავდებით, რაღაცნაირად ვაკეთებთ იმ მცირედი ქართველი ხალხის ესე რომ ვთქვათ დამსახურებით. იმიტომ რომ ყოველთვის რაღაცა მცირედი იყო, ანუ მასობრივად არ მახსოვს რომ თლიანად აი ეს ქართველ ერს, აი ვიღაცას შვილი მოუკვდა, ხო? იმდენი რაღაცა განსაცდელი ქონდა საქართველოს, რომ ბევრჯერ არასწორად მოვიქეცით. ბევრჯერ არასწორად დავუდექით ერთმანეთს გვერდით. ახლა ჩვენები პატიმრები არიან, ხო? მაგრამ ბევრი ახალგაზრდა მოკვდა. ანი იანუშაიტიტე, რომელიც 12 წლის ბავშვი, გოგო, ეზოში ყავდა დედას გაშვებული და ვიღაც მანიაკმა მოკლა, რომელიმე გამოძიებულია, დღემდე არ არის არაფერი გაკეთებული. ქუჩაში ხვდებიან ადამიანებს, ცემენ, ანუ აი ისეთ რაღაცეებს აკეთებენ, რომ ანუ სახელმწიფო კი არა. ხო, გუშინ წელს სახელმწიფო ეს არა 17 წლის კი, რა თქმა უნდა, ანუ ხო, ანუ აი დღე არ გათენებულა, აი ამდენი ხნის მანძილზე
განსაკუთრებით ბოლო პერიოდი, რომ ცოტა რაღაცა სიმშვიდე გქონდეს და რაღაცნაირად სხვა პრობლემებზე იფიქრო. ანუ ყოველთვის ვიღაც ადამიანი უბედურდება. ყოველ დღე ვიღაც ოჯახი წყდება. ანუ ყოველთვის რაღაცა, ყოველდღიურად სულ პრობლემები არის და არ ვიცი ეს ქართველ ერს თუ ესეთი ის მოსწონს და აი ამ ყველაფერში წყნარად არის, იმიტომ რომ ის მისი შვილი არ არის, ის მას ოჯახს არ ეხება და ის სამსახურშიც დადის და ქირასაც იხდის და რაღაცნაირად ის აქვს, ხო? ნუ არ მესმის რა ესეთი რაღაცეების და თუ ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს ისევ და ისევ მთლიანად ქართულმა ერმა უნდა გააპროტესტოს და ამოიღოს ხმა. დუმილი დღესდღეობით დანაშაულია და რაც უფრო დიდხანს დადუმდებიან, მით უფრო დიდხანს მოხდება ეს ცუდი რაღაცეები და ყველასთან მივა აბსოლუტურად. აი ყველასთან. თუნდაც აი ეს ბრმატყვია რომ ხვდებათ ანუ აი ეს ბრმატყვიაც შეიძლება მოხდეს. რა თქმა უნდა. ანუ თავთავარია რომ დაინახოს სახელმწიფოს როლი ამ ყველაფერში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როცა ადამიანებს გონიათ რომ ეს ყველაფერი ხდება თავისით, რომ არაფერი აბსოლუტურად. აი გავარდა მაგალითად ნეგატიური ამბავი დაარქვა საქართველოს პრეზიდენტმა 17 წლის ახალ ის თან სოცქცელს რომ ჩავთავთ, აი რა სოცქცელი, ანუ სოცქცელიდან იღებს ამ ინფორმაციას. აი ცოტა სირცხვილია, ანუ ეგეც რომ გავაკეთეთ რომ ეს რო არ მეთქვა უბრალოდ არ შეიძლება, იმიტომ რომ ჩემთვის ეს იყო შოკი, ნამდვილი შოკი, როდესაც ამბავს, რომელიც არის არ ვიცი, სიკვდილი ადამიანისთვის, არც მინდა, უბრალოდ არც უставიორი ჟურნალისტი ღიმილით სამძიმრა და საზმაუსაც ეგრე გააკეთა, რომ კიო ნამდვილადო ტრაგედია მოხდაო, მაგრამ არ გვინდაო რომ ამ ტრაგედიის და სიმშვიდე და ბედნიერებაო. ანუ აი ეს ნაცრის თვალებში შემოყრა არც ერთ სახელმწიფოს არ გაუკეთებია, როგორც ესენი დღეს ასრულებენ. ესეთი ღირსების შემლახველი რუსეთსაც არ გაუკეთებია. გავიგებდით ვინ გარდაიცვალა ნიკას ამბავს სანამ გავიგებდით და უკვე Facebook-ში ვიყავით ყველანი შევარნილები რომ ინფორმაცია მოგვეპოვებინა ერთმა ადამიანმა დაწერა ონისოფრიაშვილი მიიყვანეს ზუსტად იმ კლინიკაში სადაც მიიყვანეს ნიკაც და სანამ აი იქ იყვნენ ადამიანები მისულები ონისესთან თქვათ მხარდასაჭერად და მასობაში დაწერა ერთმა ახალგაზრდამ რომ აი ახლა გაუჩერებლად რეკავს ტელეფონი ახალგაზრდა ბიჭის და ეს ახალგაზრდა ბიჭი უკვე აღარ არის და მე ზუსტად წარმომიდგენია რამდენი ბავშვის ტელეფონი რეკავდა იმ წუთას და აი ეს ერთი იყო ნიკა ღუნაშვილი რომელმაც ვერ უპასუხა სამწუხარო თავისუფლებს მაგრამ ღმერთმა დაგვიფაროს და ღმერთმა ყველა დაიფაროს იმისგან რაც მოხდა მაგრამ თავისთავად ცხადია თუ სახელმწიფოს მეთაური ერთ-ერთი მთავარი იტყვის რომ ეს მხოლოდ ნეგატიური ამბავი იყო მაშინ ჩვენ დაცულებად ვერ ვიგრძნობთ თავს და ვერ ჩვენი შვილები ვერ ჩვენი შვილიშვილები ეს ძალიან მძიმე ფაქტია ვერა დაი დავასრულებ აი ამ ნაწილს რომ როგორ ხვდები აი ამ გამარჯვებას ანუ აუცილებლად გავიმარჯვებთ გამორიცხული არის რომ ეს სიბოროტე და ეს ბოღმის ყველაზე დიდი ბოღმის ნაწილი სადღაც უფრო კიდევ თავი ითაოს და კიდევ უფრო აღმოცენდეს ანუ გამორიცხულია იმიტომ რომ ჩვენ გვყავს ნუ ბევრი არა მაგრამ საკმაოდ ბევრი ადამიანი ისეთი რომელიც მართლა უყვარს თავისი ქვეყანა და ძალიან ბევრ რაღაცას აკეთებს წირავს თავის თავისუფლებას და თავის სიცოცხლესაც ანუ აი და ყოფნის კომფორტს და ბევრ რაღაცას ძალიან ბევრ რაღაცას თუნდაც ის უკრაინაში რო იბრძვიან ჩვენი საამაყო მებრძოლები ანუ ელემენტარულად ისინი რომ მათთან რომ ჩვენ მართლები ვიყოთ გამარჯვების შემდეგ და რაღაცნაირად ჩვენც ცოტა მხრევში გასწორებულები შევხვდეთ, მთელი ერი ვერ შეხვდება სამწუხაროდ და ეს ძალიან დასანანია, მაგრამ იქნება ის ღირსეული ქართველები, რომელსაც ჩვენ გამარჯვებას და მათ გამარჯვებას ძალიან დიდად და ბედნიერად იზეიმებენ, იმიტომ რომ არ არსებობს რომ სიბოროტემ სადღაც გაიმარჯვოს ყოველთვის ნათელი მოფენს სიბნელეს. რა თქმა უნდა, ეს გარდაუვალია. ელენე
სამომავლო გეგმები რო გითხრათ, სულ რაღაც 1 წუთი დარჩა ჩვენი გადაცემის დასრულებამდე, ოღონდ რა თქმა უნდა ჩვენ ხშირად ნახავთ ერთმანეთს აუცილებლად. და რა გაქვთ კიდევ გეგმაში? გეგმაში ალბათ ისევ გაგრძელდება რეგიონების შემოვლა, ფეხ მთაშიც ვიყავით, ხომ ნახეთ და მთაშიც კიდევ ბევრჯერ წავალთ. ვაპირებთ კიდევ წასვლას, 5500 გაზეთი გვაქვს უკვე დარიგებული და ბევრი შემომწირველი და ბევრი მხარდამჭერი ყავთ, ასე როგორც ბათუმში ერთ ოჯახმა 3 ბინა დათმო იმისთვის, რომ თქვენი ყოფილიყო. ეს აუცილებლად უნდა ითქვას. და უღრმესი მადლობა ბათუმს, ასევე ჩვენი კვებაზე იზრუნა რესტორანმა აი ხო არ ვიცი ვთქვათ თუ არა, იმიტომ რომ აიბზიანი არ მიადგეს. რა თქმა უნდა, იზრუნა თავიდან ბოლომდე და იცით რა ხალხი ძალიან მნიშვნელოვანია ეს სიტყვით და ძალიან ბევრი ვართ, რომ იცოდეს ჩვენმა არალეგიტიმურმა მთავრობამ და ჩვენ ბოლოს მაინც ჩვენ გავიმარჯვებთ, არ არსებობს რომ ეს ჩვენი შრომა, ეს ჩვენი ბიჭების ესეთი წვალება და ესეთი შემართება უკვალოდ დაიკარგოს, უკვალოდ არაფერი არ ქრება და არც ეს არ გაქრება. ძალიან დიდი მადლობა, იმედი მაქვს რომ ყველაფერი ზუსტად ისე იქნება, როგორც თქვენ გაქვთ წარმოდგენილი, ასევე მეც. ძალიან დიდი მადლობა, მე ვემშვიდობები მაყურებელს და ჩვენ აუცილებლად კვლავ შევხვდებით ხშირად ერთმანეთს. მადლობთ. მადლობა თქვენ.